სამხრეთ ამერიკა მხოლოდ წვიმის ტყეები და ნანგრევები არ არის. აქ გეოგრაფია უცნაური ხდება. ქალაქები ერთ ღამეში ყვავის და ქრება, ტოვებს მოჩვენებით ქალაქებს და ცარიელ რეგიონებს, რომლებიც საზღვრებით, რელიეფითა და პოლიტიკით არის ჩაკეტილი. მდინარეები საპირისპირო მიმართულებით მიედინებიან. უდაბნოები ყვავის და ქრება და ეს მხოლოდ დასაწყისია. ნომერი 50. ამაზონის აუზი მოიცავს 9 სხვადასხვა ქვეყანას და 2.7 მილიონ კვადრატულ მილს. მაგრამ ის ყოველთვის აღმოსავლეთით არ მიედინებოდა. ერთ დროს ის წყალს წყნარ ოკეანეში ასხამდა, როცა დინოზავრები მისგან სვამდნენ. შემდეგ ანდების მთები წარმოიქმნა და მდინარის დინება შებრუნდა. მაგრამ სამხრეთ ამერიკაში ჯუნგლები არ არის ერთადერთი რამ, რაც გაგავაცებთ. ნომერი 59. მაჩუ პიქჩუს ასახებ ხსმენიათ, მაგრამ თითქმის არავინ ადის მის თითქმის 8000 ფუტს სიმაღლეზე სირბილით. 1986 წლიდან ინკების ბილიკის მარათონი იწყება სალკანტაის ველებში. გადის იაქტაპატას ნანგრევებთან და მთავრდება ნანგრევებში. რეკორდი არის 3 საათი და 23 წუთი. უმეტეს მორბენალს 5-დან 6 საათამდე სჭირდება. თაზე სირბილი ძალიან რთულია. ესეთ ერთში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრება სრულიად სხვა რამეა. ნომერი 42. თუ ეძებთ სად დაიბადა თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა, ბოლივიაში მდებარე მთას არ ელოდებოდით. მაგრამ სერო რიკო, მდიდარი მთა, იმდენად ღირებული იყო, რომ პოტოსი თავის პიკზე 1600-იანი წლების დასაწყისში ლონდონზე დიდი იყო. დღემდე 10,000 მაღაროელი მუშაობს იქ, მაგრამ მთის მწვერვალი ნგრევას იწყებს. ზოგიერთი ლანდშაფტი იმის გამო ითხრება, რაც მის შიგნითაა. სხვა ადგილები ცნობილია იმით, რაც ზედაპირზე იზრდება. ნომერი 47. კანიო კრისტალესი. ბიბლიურივით გამოიყურება. მთელი მდინარე წითლად, ყვითლად, მწვანედ, ლურჯად და შავად იღებება. ფერები მოდის მცენარიდან, რომელსაც მაკარანია კლავიგერა ჰქვია, რომელიც გარკვეულ დროს ყვავის და მდინარეს მთლიანად იკავებს. ეხლა წავიდეთ ისეთ ადგილას, რომელიც თითქოს სხვა პლანეტაზეა, უბრალოდ უფრო მაღლა. ნომერი 46. მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალი ქალაქიდან 4 სამხრეთ ამერიკაშია, მაგრამ ყველაზე მაღალი დიდი მეტროპოლია მათ შორის არის ლა-პასი. თითქმის 12,700 ფუტზე. რამდენად მაღალია ეს? უფრო მაღლა ვიდრე ფუჯის მთა. და როგორღაც იქ 2,300,000 ადამიანი ცხოვრობს. და თუ ლა-პასი ამტკიცებს, რომ ადამიანებს ყველგან შეუძლია ცხოვრება, კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროსაც აქვს სათქმელი. ნომერი 45. კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მოსახლეობის მხოლოდ 2% ცხოვრობს და მიზეზი მარტივია. ის იხჩობ. ზოგიერთ რაიონში წელიწადში 315 დუიმი წვიმა მოდის. ცუდია მოსავლისთვის, მაგრამ შესანიშნავია კოღოებისა და დაავადებებისთვის. თუ დავამატებთ იმასაც, რომ ბუნებრივი ნავსადგურები არ არის, ეს ისეთი სანაპიროა, სადაც აშენებაც თითქმის შეუძლებელია და ვაჭრობაც. მიუხედავად ამისა, სამხრეთ ამერიკაში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც ისტორია რეალურად არასდროს დასრულებულა. ნომერი 44. მაშინაც კი, როცა დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილებია, არსებობს მომენტები, როცა ისინი კვლავ ცოცხლდებიან. როცა ატაკამის უდაბნოში ბოლოს და ბოლოს წვიმა მოდის, მიწა ფაქტობრივად მკვდრეთით აღდგება. დამალული თესლებიდან სწრაფად ჩნდება ბალახის საფარი და ველური ყვავილები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე კვირას ძლებენ, სანამ ისევ გაქრებიან. მაგრამ ეს ძირითადად უფრო მაღალ სიმაღლეებზე ხდება. დაბალ ადგილებში ატაკამა უკიდურესად მშრალი რჩება. მაგრამ მაშინ, როცა ატაკამა რამდენიმე კვირით ცოცხლდება და შემდეგ ისევ ქრება, სამხრეთ ამერიკის სიღრმეში მთელი ხალხები საუკუნეების განმავლობაში დამალულები იყვნენ. ნომერი 43. როდესაც საქმე უკონტაქტო ქვის ხანის ტომებს ეხება, სამხრეთ ამერიკა ადვილად იმარჯვებს. მისი უზარმაზარი შიდა ტერიტორია იმდენად შორეულია, რომ იქ მინიმუმ 124 უკონტაქტო ჯგუფია. და ეს მხოლოდ ის ჯგუფებია, რომელთა შესახებაც ვიცით. მსოფლიოს უკონტაქტო ტომების დაახლოებით 95% აქ ცხოვრობს. ამიტომაც ისეთ ადგილებში, როგორიცაა პერუ, აფრთხილებენ ნიშნებით. ეს ყველას სასარგებლოდ კეთდება. ეს შეიძლება მომაკვდინებელი იყოს როგორც მათთვის, ისე თქვენთვის. ეხლა გადავიდეთ ისეთ ადგილას, რომელიც იმდენად მშრალია, თითქოს დედამიწამ გამოშვების ღილაკს დააჭირა. ნომერი 42. საჰარა არ არის მსოფლიოში ყველაზე მშრალი უდაბნო და არც ანტარქტიდაა. ეს არის ჩილეს ატაკამა. არ არის გასაკვირი, როცა წელიწადში მხოლოდ 0.02 ინჩი ნალექი მოდის. უდაბნოს ზოგიერთ ნაწილს წვიმა საერთოდ არ უნახავს მინიმუმ 500 წელია. ნომერი 41. 16,700 ფუტზე მდებარე ლარინკონადა პერუში არის დედამიწაზე ყველაზე მაღალმდებარე მუდმივი დასახლება, სადაც დაახლოებით 12,500 ადამიანი ცხოვრობს. იქ არ არის სანიტარია, არის ვერცხლის წყლის დაბინძურება და იმდენი დანაშაული, რომ მას პერუს უგანონო ქალაქს ეძახიან. მაგრამ ხალხი ერთი მიზეზის გამო რჩება: ოქრო. მთებში ოქროდან დაწყებული უდაბნოში სპილენძამდე ადამიანები ყოველთვის მისდევენ იმას, რაც მიწის ქვეშაა დამარხული. ნომერი 40.
ატაკამა სულაც არ არის სრულიად ცარიელი. ის სპილენძია განლაგებული. და 1915 წელს ჩილემ გახსნა ჩუკიკამადა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ღია კარიერის სპილენძის მაღარო. მან ააშენა 25,000 კაციანი ქალაქი, სანამ დაბინძურება 2000-იან წლებში იმდენად არ გაუარესდა, რომ ყველა კალამაში გადაიყვანეს. ქუჩები ჯერ კიდევ არსებობს. მიტოვებული სახლები, მტვერი და პინოკიოს ქანდაკება მიტოვებულ საბავშვო მოედანზე. ეხლა აიღე იგივე მიტოვებული ოცნების ატმოსფერო და გადაიტანე ჯუნგლების სიღრმეში. ნომერი 29. პორტლანდია იყო ჰენრი ფორდის ამაზონის კომპანიის ქალაქი, რომელიც აშენდა იმისთვის, რომ მისი მანქანებისთვის საჭირო რეზინი ეწარმოებინა. და იქ იყო აუზი, გოლფის მოედანი, ჩოგბურთის კორტები და კინოთეატრი. მაგრამ აქ ცხოვრება მკაცრი იყო. ალკოჰოლი და თამბაქო აკრძალული იყო, ხოლო მენეჯერები სახლიდან სახლში დადიოდნენ წესების აღსასრულებლად. მუშებმა 1930 წელს აჯანყება მოაწყვეს. დღეს ეს უბრალოდ 3000-იანი სოფელია. და როცა ადამიანები ქრებიან, რაღაც სხვა შეემოდის მათ ადგილას. და ეს არასდროს არის ის, რასაც ეოდები. ნომერი 38. იმის გამო, რომ აქ ძალიან ცოტა ადამიანია, ამაზონი სავსეა სიცოცხლით, რომელიც ჯერ კიდევ არ გვაქვს დოკუმენტირებული. WWF-ის ექსპედიციის დროს 2014-დან 2015 წლამდე კვლევრებმა ყოველ მეორე დღეს ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მათ შორის ასობით მცენარე, თევზი, ამფიბია და ქვეწარმავალი. მაგრამ ეს შორეული მდებარეობა ნიშნავს, რომ ზოგიერთი ველური ბუნება საფრთხის ქვეშაა. და თუ ასეთი ღრმა გეოგრაფიული მიმოხილვები მოგწონთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერის ღილაკზე დაჯერა. ამ კონტინენტს იმდენი უცნაური გეოგრაფია აქვს, რომ მთელი სიცოცხლე გეყოფათ. ნომერი 37. სამხრეთ ამერიკაში არის დელფინი, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. ამაზონის მდინარის დელფინი, რომელიც თავისი ვარდისფერი კანით არის ცნობილი. ის ცხოვრობს შორეულ წყლის არხებში, მაგრამ მაინც გადაშენების პირასაა, რადგან მას ემუქრება კაშხლები, დაბინძურება და სატყუარად მოკლა. შეიძლება შორს ცხოვრობდეს ადამიანებისგან, მაგრამ მაინც არ არის დაცული იმ ყველაფრისგან, რასაც ადამიანები აკეთებენ. ეს კი გვიყვანს ადგილას, რომელმაც სცადა ის, რაც არც ერთ ქვეყანას აქამდე არ გაუკეთებია. ნომერი 26. 2008 წელს ეკვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ბუნებას კონსტიტუციური უფლებები მიანიჭა. და ეს სიმბოლური არ არის. 2021 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაბლოკა სამთო მოპოვება ლოს-სედროსის დაცულ ტყეში. დაადგინა, რომ მას აქვს არსებობისა და აყვავების უფლება და ეს დღეებით არ შემოიფარგლება. მაშინაც კი მანგროვებს აქვთ იურიდიული დაცვა ადამიანებისგან, მაგრამ ეს შეიძლება არც იყოს ყველაზე უცნაური კანონი სამხრეთ ამერიკაში. ნომერი 35. მონტევიდეოში თითქმის 1,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სამარილეები პრაქტიკულად აკრძალულია. ქალაქმა აკრძალა სუფრებზე სუნელების, მათ შორის კეჩუპისა და მაიონეზის განთავსება. დაახლოებით ურუგვაის მესამედი იქ ცხოვრობს და 40% ჰიპერტენზია აქვს, ამიტომ ისინი რისკზე არ მიდიან. მაგრამ ბუნება კანონებს არ იღებს. ის უბრალოდ ყველას მაინც აძევებს. ნომერი 34. 2008 წლის მაისში ჩილეს ჩაიტენი პანიკაში იქნა ევაკუირებული. შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა პირველად 9000 წლის განმავლობაში. ტოქსიკურმა ფერფლმა ქალაქი დაფარა. შემდეგ კი წყალდიდობამ ყველაფერი დაასრულა. წყალი დაიწია, მაგრამ ხალხი აღარ დაბრუნებულა. ამიტომ ახალი ჩაიტენი ნულიდან აშენდა. და თუ ჩაიტენი ამტკიცებს, რომ სამხრეთ ამერიკას შეუძლია ერთი ღამით ქალაქი გააქროს, ბოლივიაში არის გზა, რომელიც იგივეას ცდილობს. თითო მანქანით. ნომერი 33. იუნგასის გზა ლა-პასიდან ამაზონამდე 40 მილია. ადგილობრივებს მას სხვა სახელითაც იცნობენ. სიკვდილის გზა. ერთ მოსახვევში შეიძლება 2000 ფუტით დაეშვათ. არის 200 მკვეთრი მოსახვევი, დამცავი მოაჯირების გარეშე. დაამატეთ ცოტა მთის ნისლი და მიხვდებით, რატომ იღუპებოდა ასობით ადამიანი ამ გზაზე ყოველ წელს. ასეთი კატასტროფის შემდეგ კი სწრაფი კვებაც კი ცუდი იდეად გეჩვენებათ. ნომერი 32. მაკდონალდსი ბოლივიაში მხოლოდ 1997 წელს გამოჩნდა და საქმე კარგად არ წარიმართა. ბოლივიელებს თავიანთი ტრადიციული საჭმელი ურჩევდათ. ადგილობრივი მთავრობაც არ იყო თანამშრომლობისთვის მზად. ამიტომ მაკდონალდსი 2002 წელს წავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ბოლივია ერთადერთი ქვეყანაა კონტინენტზე, სადაც მაკდონალდსი არ არის. ეხლა კი სახელზე, რომელიც აუცილებლად გსმენიათ, მაგრამ ალბათ არასდროს დაგისვამთ კითხვა. ნომერი 31. 1499 წელს მკვლევარმა ამერიგო ვესპუჩიმ სამხრეთ ამერიკაში იმოგზაურა და რაღაც გასაოცარი ნახა. სოფლები, რომლებიც ბოძებზე იყო აშენებული, ზუსტად ისე, როგორც ვენეციაში. ამიტომ მან ამ ადგილს ვინაზოლა დაარქვა. პატარა ვენეცია. ეს სახელი დამკვიდრდა და საბოლოოდ ვენესუელა გახდა. და თუ ფიქრობთ, რომ ეს ამბავი უცნაური იყო, მოიცადეთ სანამ გაიგებთ რა იმალება ერთ-ერთი მდინარის ქვეშ. ნომერი 30. მიწის ქვეშ იმალება მეორე ამაზონი.
ჰამზას მდინარე, 3700 მილზე გადაჭიმული ნაკადი, რომელიც 2011 წელს აღმოაჩინეს. ის თითქმის 1.2 მილის სიღრმეზე მიედინება. შემდეგ ჰორიზონტალურად ვრცელდება. ამაზონზე კიდე უფრო ფართოდ. უბრალოდ უფრო ნელადად ხელია. ამ დროისთვის გვაქვს მდინარე, რომელმაც მიმართულება შეიცვალა, დამალული ტომი, რომელიც შეიძლება მოკლას, ცისარტყელასფერი მდინარე, რომელიც ყალბად გამოიყურება და ქალაქი, რომელიც ცის კიდესთან ცხოვრობს. და როგორც ჩანს, სამხრეთ ამერიკა ჯერ მხოლოდ იწყებს გაოცებას. ნომერი 29. საჰარაში ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ის ამაზონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ყოველ წელს საჰარიდან 27.7 მილიონი ტონა მტვერი გადადის და ფოსფორით მდიდარ სასუქს ატრის, რაც ტროპიკულ ტყეს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ზოგიერთი ნიადაგი იმდენად ნოყიერია, რომ საკუთარი სახელიც კი აქვს. ამაზონის შავი მიწები. და არავინ იცის, ბუნებამ შექმნა ეს, თუ ადგილობრივმა მოსახლეობამ. და თუ წარმოუდგენლად გეჩვენებათ, რომ ამაზონი სხვა კონტინენტიდან მოტანიულ მტვერზეა დამოკიდებული, არგენტინა კიდევ უფრო შორს მიდის. ნომერი 28. ყველაზე დიდი დინოზავრის ნამარხები, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ, არგენტინაში იპოვეს. პატაგოტიტან მაიორუმი. ის 98 ფუტის სიგრძის იყო და 70 ტონას იწონიდა. პალეონტოლოგებმა მას მაქსიმო შეარქვეს. და მიუხედავად იმისა, რომ ის ლა-ფლეჩასთან ახლოს იპოვეს, მისი ნახვა ჩიკაგოს ფილდის მუზეუმში მოგიწევთ. მაგრამ უცნაურობები მხოლოდ პრეისტორიულში არ არის. ზოგჯერ ისინი ხმამაღლა ითქმის. ნომერი 27. იფიქრებდით, რომ ესპანური ან პორტუგალიური სამხრეთ ამერიკაში ყველგან გამოგადგებათ? არასწორია. გაიანა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოფიციალური ენა ინგლისურია. 1814 წელს ბრიტანეთის კონტროლის წყალობით. ამ ერთმა ცვლილებამ ინდოეთიდან, აფრიკიდან, ჩინეთიდან, ევროპიდან და ძირძველი თემებიდან ხალხის ტალღები მოიტანა, რამაც გაიანა კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ქვეყნად აქცია. ეხლა გადავიდეთ ისეთ ადგილას, სადაც მეზობლები არასდროს აკაკუნებენ. ნომერი 26. რა არის ყველაზე იშვიათი პარაგვაიში? ბრილიანტები, ოქრო, უпростоრად კარის ზარები. ზამთარშიც კი ტემპერატურა დაახლოებით 62 ფარენჰაიტია, ხოლო ზაფხულში 83 ფარენჰაიტს აღწევს. ამიტომ ხალხი ფანჯრებს ღიას ტოვებს. ამიტომ ზარის ნაცვლად უბრალოდ ტაშს უკრავთ გარეთ და ეს არის თქვენი ზარი. მოდით ახლა იმგვარ სიმდიდრეზე ვისაუბროთ, რომელიც არა მხოლოდ ქალაქს ცვლის, არამედ ისტორიასაც. ნომერი 25. 2014 წლიდან ლაპას აქვს 10 ხაზიანი საბაგირო სისტემა, რომელიც ყოველდღიურად 100,000 ადამიანს გადაადგილებს ელალტომდე. ეს უკიდურესია, მაგრამ მაინც უკეთესია ვიდრე პიკის საათი, თითქმის 13,000 ფუტის სიმაღლეზე ანდებში. შეუძლებელ რელიეფზე ხალხის გადაყვანა ერთი გამოწვევაა, იქიდან სიმდიდრის ამოღება კი მეორე. ნომერი 24. კოლუმბია მსოფლიოში ზურმუხტის მთავარი მწარმოებელია. ხოლო ბოიაკას დეპარტამენტი გლობალური ბაზრის დაახლოებით 55%-ს აწარმოებს. 2025 წელს ზურმუხტის გაყიდვებმა დაახლოებით 150 მილიონ დოლარს მიაღწია. ისინი ფასობს მათი კაშკაშა ფერითა და სისუფთავით, რაც იშვიათი შავი ფიქალის წარმონაქმნის დამსახურებაა. მაგრამ სამთო ბუმმა დინარეები ნარჩენებით მოწამლა და ახლა კოლუმბიას უნდა გადაწყვიტოს, როგორ ამოიღოს განძი ისე, რომ ყველაფერი გარშემო არ გაანადგუროს. მაგრამ სამხრეთ ამერიკის ყველაზე უცნაური გეოგრაფია მიწის ქვეშ არ არის. ის რუკაზეა მოხაზული. ნომერი 23. სამხრეთ ამერიკაში ბრაზილიას ყველა ქვეყანა ესაზღვრება, გარდა ჩილესისა და ეკვადორისა. ასე რომ ბრაზილია 10 სხვადასხვა ქვეყანას ესაზღვრება. მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთს ჰყავთ მეტი მეზობელი ქვეყანა, თითოეულს 14, რაც ბრაზილიას ფაქტობრივად ყველას მეგობარ მეზობლად აქცევს. აი ერთი დეტალი, რომელიც მთლიანად შეგიცვლის მიმართულების შეგრძნებას. 22. სამხრეთ ამერიკა თავის სახელს იმსახურებს. ჩილეს დიეგო რამირესის კუნძულები უფრო სამხრეთით მდებარეობს, ვიდრე დედამიწის ნებისმიერი სხვა წერტილი, ანტარქტიდის გარდა. მაგრამ კონტინენტი თითქმის საერთოდ არ იწელება დასავლეთისკენ. ოჰაიო უფრო დასავლეთით მდებარეობს, ვიდრე მისი უმეტესი ნაწილი. ყველაზე დასავლეთ წერტილი ემთხვევა ისეთ ქალაქებს, როგორიცაა აურორა და კენტი. ასე რომ, სამხრეთ ამერიკის პატარა ნაწილი სიანდულეში ემთხვევა ოჰაიოს გრძედს. ეხლა კიდევ უფრო შორიდან შეხედეთ, რადგან ერთი მთის ქედი უარს ამბობს თავის ხაზში დარჩენაზე. ნომერი 21. რამდენად შორს ვრცელდება ანდები. სამოთხის კუნძულები, როგორიცაა არუბა, ბონაირე და კიურასაო, სინამდვილეში მთის მწვერვალებია, ანდების ნარჩენები, რომლებიც წყლის ქვეშ იმალება. და ეს აქ ამთავრდება. პატაგონიის მახლობლად მდებარე კლდოვანი კუნძულებიც ანდების ნაწილია. ასე რომ თუ ფიქრობთ, რომ ანდები დიდია, ისინი კიდევ უფრო დიდია ვიდრე გქონიათ. შემდეგ არის მდინარე, რომელიც თითქოს საერთოდ არ ეტევა ჩარჩოებში. ნომერი 20. გსურთ მართლაც უცნაური ფაქტი ამაზონზე. მის მთავარ არხზე არც ერთი ხიდი არ არის. სვიმიან სეზონზე მდინარე შეიძლება 50 ფუტით აიწიოს
და სიგანეში 30 მილამდე გავრცელდეს. და ნაპირები იმდენად იცვლება, რომ ხიდის აშენება ფაქტობრივად ნიშნავს ბეტონის დამაგრებას მოძრავ ქვიშაზე. და ეს კიდევ არ არის ერთადერთი გზა, როგორც მდინარე ინფრასტრუქტურას ებრძვის. ამაზონი ინჟინერიას ებრძვის, მაგრამ აქ პოლიტიკაც შეიძლება ისეთივე არეულობად იქცეს. ნომერი 19. სამხრეთ ამერიკის უმეტეს დედაქალაქში ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს, მაგრამ ბრაზილია ამაში უზარმაზარი გამონაკლისია. ბრაზილიას დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ეს ბრაზილიის მხოლოდ 1.4%-ია, რადგან პორტუგალიამ ერთ დიდ კოლონიას მისცა საშუალება, რომ რამდენიმე ძლიერი ქალაქი განვითარებულიყო და არა ერთი მთავარი ცენტრი. ამასობაში ესპანეთი თავის კოლონიებს მართავდა სხვადასხვა ძალაუფლების ცენტრების მეშვეობით. ამიტომ ბევრ ყოფილ ესპანურ ქვეყანაში ერთმა დედაქალაქის მეტროპოლიამ შთანთქა მოსახლეობა. ეხლა ერთ-ერთ იმ ტრადიციაზე, რომელიც ხუმრობას გავს, სანამ არ მიხვდები, რომ სინამდვილეში ასეა. მე-18. არგენტინის პრეზიდენტს ძალიან უცნაური დამატებითი სამუშაო აქვს. კანონის მიხედვით, მოქმედ პრეზიდენტს შეუძლია გახდეს ნებისმიერი ოჯახის მე-7 შვილის ნათლია, თუ ოჯახი ამას სთხოვს. ეს კანონი 1974 წლიდან არსებობს, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ტრადიცია უკავშირდება რწმენას. თითქოს მე-7 შვილი გადაიქცევა მაქციად, რომელსაც ლობისონი ქვია. თუ ეს კანონი ძველად გეჩვენება, მოიცადე სანამ ნახავ, რა სტოვებს უკან ჩამკვდარი ინდუსტრია. ნომერი 17. ატაკამა იუნესკოს მოჩვენებათა ქალაქს მალავს. ჰამბერსტონის და სანტა ლაურას ნიტრატის ქარხნები მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა და მხოლოდ ჰამბერსტონში 3700 ადამიანი ცხოვრობდა. შემდეგ კი ნიტრატის ბუმი დასრულდა. კომპანია დაიხურა და ქალაქი მიატოვეს. ეხლა შეგიძლია ისევ გაიარო მის ეკლესიასა და თეატრში, რომლებიც დროში გატინულივითაა უდაბნოს შუაგულში. შემდეგი ადგილია, სადაც თვითონ ცაცკი არ წყვეტს შოუს მოწყობას. ნომერი 16. ჩვეულებრივ ელვის გავარდნას თვალის დახამხამხამებაში გამოტოვებდი, მაგრამ აქ არა. ვენესუელაში კატატუმბოს მდინარესთან, სადაც ის მარაკაიბოს ტბას უერთდება, ცა წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონ ელვას უშვებს, რომელიც 250 მილით დაშორებულ ადგილიდანაც ჩანს. და რადგან მთები სამხარეს ქარიშხალს ზღუდავენ, ის შეიძლება 10 საათამდე გაგრძელდეს. წელიწადში 140-დან 160-მდე ღამი-ღამით. უბრალოდ ისევ და ისევ ელავს. ამ ქაოსის შემდეგ, აი მოულოდნელი სიურპრიზი, რომელსაც ბრაზილიაში ვერაზროს ელოდებოდი. ნომერი 15. დაჯერება გიჯერთ თუ არა ბრაზილიაში უფრო მეტი ოკინაური ენის მოლაპარაკეა, ვიდრე იაპონიაში. სან-პაულოს ლიბერდადეს რაიონში იაპონური იმიგრაცია მკვეთრად გაიზარდა. მე-20 საუკუნეში 250,000 ჩამოსული და დღეს 2 მილიონ ბრაზილიელს იაპონური ფესვები აქვს. ოკინაველებისთვის ბრაზილია იყო ადგილი, სადაც შეეძლოთ თავისუფლად ესაუბრათ საკუთარ ენაზე, რისთვისაც სამშობლოში შეიძლება დაესაჯათ. ასე რომ ოკინაური ენა იაპონიაში საფრთხის ქვეშაა, მაგრამ ბრაზილიაში მას მეორე სიცოცხლე აქვს. დაუბრუნდეთ ისევ მთებში, სადაც თვითონ სიტყვა დედაქალაქიც კი რთულდება. ნომერი 14. ლა-პასი მართავს ბოლივიას, მაგრამ ის ოფიციალური დედაქალაქი არ არის. ოფიციალური დედაქალაქია სუქდა-ქალაქია სუკრე, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 9100 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს. 1800-იან წლებში ბოლივიის ეკონომიკა ვერცხლიდან თუნუქზე გადავიდა და სამოქალაქო ომმა ქვეყანა გაჰყო. თუნუქით მხარდაჭერილი ლიბერალები ლა-პასში ებრძოდნენ ვერცხლით მხარდაჭერილ კონსერვატორებს სუკრეში. ლა-პასმა ძალაუფლება მოიპოვა, მაგრამ სუკრემ ტიტული შეინარჩუნა. ამიტომაც ის კვლავ დედაქალაქია და ბოლივიის უმაღლესი სასამართლოს სახლია. როცა სიმაღლეზე პოლიტიკას გადაურჩები, პასტის ცრუწმენით დაგაჯილდოებენ. 13. არგენტინაში თვის 29 შეიძლება ერთი რამე ნიშნავდეს. გნოკი ვახშმად. 25 მილიონზე მეტი არგენტინელი იტალიაში ფესვებს მიაგლოს, რაც ქვეყნის დაახლოებით 60%-ია. იტალიელმა ემიგრანტებმა ეს ტრადიცია მოიტანეს და ზოგი ადამიანი იღბლისთვის თეფშის ქვეშ ფულსაც კიდებს. ასე რომ თუ გნოკი არ გიყვართ, შეიძლება თებერვალში ეწვიოთ. 29 რიცხვს ნაკლებად შეხვდებით. მაგრამ ყველა ტრადიცია იმიტომ არ მყარდება, რომ ცხოვრება კარგია. ზოგჯერ იმიტომ, რომ ცხოვრება რთულია. ნომერი 12. უმეტესად დიდი ცივილიზაციები დიდი მდინარეების სისტემების გარშემო ყალიბდებოდა და დღესაც კი მდინარის დელტებში 2.6-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სხვა სანაპიროებზე. მაგრამ ამაზონი ამ წესს არ ღვევს. წელიწადში 60-დან 120 დუიმამდე ნალექი მოდის და ამდენი წყალი ნიადაგიდან საკვებ ნივთიერებებს რეცხავს. ამიტომ სოფლის მეურნეობა სწრაფად ინგრევა და საიმედო მოსავლის გარეშე ვერ მიიღებ მჭიდრო ქალაქებს ან ცივილიზაციის ცენტრებს ისე, როგორც სხვა მდინარეებზე. და ეს სიმკაცრე იწევს რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თავად წვიმის ტყეა. ნომერი 11. ყველას გვსმენია, რომ ამაზონი ნახშირორჟანგის აბსორბენტია და წელიწადში 2 მილიარდ ტონამდე ნახშირორჟანგს შთანთქავს, მაგრამ ალბათ ახლა უკვე აღარ. მაგრამ აი ის ნაწილი, რასაც ხალხი ივიწყებს, ამაზონი მხოლოდ ნახშირბაც არ ინახავს. ის ეხმარება იმ ჰაერის შექმნაში, რომელსაც სუნთქავ.
ზოგიერთი შეფასებით ის დაკავშირებულია მსოფლიოს ჟანგბადის დაახლოებით 20%-თან. ასე რომ თუ ის შემცირდება, შედეგების სერიოზული შეიძლება იყოს. ჩვენ გადავედით გიგანტური დინოზავრებიდან ინგლისურად მოსაუბრე გამონაკლისამდე, ქვეყნამდე, სადაც ზარის რილაკები არ არსებობს. მთამდე, რომელმაც თაქტობრივად იმპერიებისთვის ფული დაბეჭდა. და ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ყველაზე უცნაური ნაწილებისგან. ნომერი 10. ცივილიზაცია მარილზე იყო დამოკიდებული. ის საკვებს შენს მოკლას უშლიდა ხელს და შენი ტვინი დღემდე მას საჭიროებს მუშაობისთვის. და ბოლივიას ბევრი აქვს. Salar de Uyuni. 4000 კვადრატული მილის მარილის უდაბნო, რომელიც ადრე გიგანტური ტბა იყო. როცა წვიმს, წყლის თხელი ფენა მას მსოფლიოში ყველაზე დიდ სარკედ აქცევს. 2 ცა, უსასრულო ჰორიზონტი და შენი ანარეკლი უკაცრიელ შუაგულში ტივტივებს. და თუ ბოლივიის მარილის უდაბნოები სამყაროს თავდაყირა გადაბრუნებული ვით აჩვენებს, არგენტინა ისევ რეალობაში გაბრუნებს. ნომერი 9. თუ მაღალ ადგილები გიყვარს, სამხრეთ ამერიკას ყველაზე დიდი სიამაყე აქვს. აკონკაგუა, კონტინენტის ყველაზე მაღალი მთა. ის დაახლოებით 22800 ფუტია, 7 მწვერვალიდან მეორე ყველაზე მაღალია. მაგრამ თამსვლელები მას ყველაზე მარტივს უწოდებენ, რადგან მწვერვალზე ასასვლელად ბილიკია. მაგრამ დაიმახსოვრე, მარტივი არ ნიშნავს, რომ ჟანგბადი საკმარისი იქნება. ეხლა კი საზღვრის ფაქტი, რომელიც კალბად ჟრერს, სანამ გლობუსს არ გადაამოწმებ. 8 ნომერი. საფრანგეთის ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი ესპანეთთან ან გერმანიასთან კი არაა. ის ბრაზილიასთანაა. ფრანგულ გვიანას ბრაზილიის ამაპას შტატთან 450 მილის სიგრძის საზღვარი აქვს. რატომ? იმიტომ რომ ფრანგული გვიანა არასდროს გამხდარა დამოუკიდებელი. საფრანგეთი იქ 1600-იან წლებში მივიდა და უბრალოდ დარჩა. საზღვარი განსაზღვრული იყო 1713 წლის უტრეხტის ხელშეკრულებით და მას შემდეგ თითქმის არ შეცვლილა. და სანამ მოლდინებს ცვლი, მოდი პლაჟებზე კიდევ ერთ წარმოდგენას დავანგრევ. ნომერი 7. თუ ზაფხულის პლაჟებს ელოდებით, პატაგონია არასწორი ადგილია საძებნელად. ბობოქარე 40-იანების ქარები და ფოლკლენდის დინება არგენტინის სანაპიროს ნაწილებს ტემპერატურას 47-დან 64 ფარენჰაიტამდე ინარჩუნებს. იდეალურია ცივი წყლის მოცურავეებისთვის, მაგრამ დანარჩენებისთვის საშინელი. თუ ამის შემდეგაც კიდევ გსურთ თავგადასავალი, წვიმის დღე სწორედ თქვენთვისაა. მე-6. ამაზონში გზატკეცილებიც არის, მაგრამ გარემო მათ ჩვეულებრივ გზებად არ აღიქვამს. ბრაზილიის BR-319-550 მილის სიგრძის გზა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მოჩვენებების გზა, მანაუს პორტუ ველიოსთან აკავშირებს და აშენდა იმისთვის, რომ წვიმის დღე გადაეჭრათ. მაგრამ მუდმივმა წვიმამ, წყალდიდობამ და არასტაბილურმა ნიადაგმა გზა უფრო სწრაფად დააზიანა, ვიდრე მისი შეკეთება შეიძლებოდა. ეხლა ყველაზე ხშირად იქ ველური ბუნება კი არა, სხვა რამ ჩანს. ეს არის გაჭედილი კოლონები და მიტოვებული სატვირთოები. მაგრამ BR-319 მხოლოდ ერთი ნაწიბურია ამაზონზე. თუ დაშორდებით დაინახავთ, რამდენად ღრმაა ეს პრობლემა. ნომერი 5. ზემოდან ამაზონი გზებით არის გადაჯვარედინებული. დაახლოებით 2 მილიონი მილი, რომელთაგან ბევრი არალეგალური ბილიკია სამთო-მოპოვებისა და ტყის ჩეხვისთვის. ყველაზე დიდი ტრანსამაზონური მაგისტრალია ბრაზილიაში. თითქმის 2500 მილიანი პროექტი, რომელიც სიღარიბესთან ბრძოლას ემსახურებოდა. მაგრამ მილიონობით ახალმოსახლე არასდროს გამოჩნდა. მისი უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ დაუფენელია და ამაზონის წვიმაში ის ჭაობად იქცევა. ამიტომაც ადგილობრივები მას ასე ეძახიან. გზა, რომელიც არაფერს არსად აკავშირებს. და როცა გზები ვერ მუშაობს, ხალხი გამოსავალს პოულობს ისეთ ადგილებში, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები. ნომერი 4. ალბათ თქვენ სამოგზაურო სიაში არ არის, მაგრამ ბრაზილიურ ციხეებს უცნაური უპირატესობა აქვთ. ველოსიპედით თავისუფლებისკენ. Santa Rita do Supicaiში. პატიმრები ვარჯიშის ველოსიპედებს ატრიალებენ, რომლებიც მანქანის აკუმულატორებთანაა შეერთებული. მათ მუხტავს და ქუჩის განათების მუშაობასაც უწყობს ხელს. და ყოველ 3-8 საათიან ცვლაში მათ ერთი დღე აკლდებათ სასჯელიდან. ასე რომ, ყოველი დღე ფეხების დღეა. ეხლა შეგახსენებთ, რომ ბრაზილია მხოლოდ ინოვაციებით არ გამოირჩევა, არამედ ასევე აძლევს ხმას. მესამე ნომერი 2010 წელს სან-პაულომ აირჩია ფრანსისკო ევერარდო ოლივეირა სილვა, ჯამბაზის სლოგანით. უარესად ვეღარ იქნება. და მან 1.3 მილიონი ხმა მიიღო. და როდესაც 2017 წელს კონგრესიდან წავიდა, თქვა რომ ნამდვილი ხუმრობა ის არ იყო. ეს იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საერთოდ არ ჩნდებოდნენ. მაგრამ ყველაზე უცნაური პარტნიორობები ამ კონტინენტზე პოლიტიკური კი არა, წყალქვეშაა. მეორე, ლაგუნაში, ბრაზილიაში, დელფინები უბრალოდ არ ნადირობენ. ისინი მეთევზეებთან ერთად მუშაობენ. ისინი თევზებს ნაპირთან მიაქანებენ, ანიშნებენ მეთევზეებს, როდის უნდა გადაყარონ ბადე და ორივე მხარე ჯამს. ერთადერთი დამარცხებული კი თევზია. ეს უკვე 150 წელია ხდება და ზოგი ადგილობრივი დელფინებს მხოლოდ შეხედვით, ან თუნდაც სუნთქვით ცნობს. თუმცა ეს ყველაზე უცნაური რამ არ არის. რაც ყველაზე უცნაურია ისაა, რომ ადამიანებს ოდესღაც ეგონათ გიგანტები აღმოაჩინეს. და ბოლოს, ნომერი 1.
როცა ფერდინანდ მაგელანი 1520 წელს სამხრეთ ამერიკის სამხრეთში ჩავიდა, მისმა ეკიპაჟმა დაიფიცა, რომ გიგანტები ნახეს. ერთი კაცი იმდენად მაღალი იყო, რომ მათ მხოლოდ წელამდე სწვებოდნენ. აი აქედან მიიღო პატაგონიან თავისი სახელი, პატაგონეს, რაც ნიშნავს დიდ ფეხებს. თუმცა ამ ხალხს სინამდვილეში თეველჩე ერქვათ. ისინი მითიური გიგანტები არ იყვნენ. უბრალოდ იმ დროისთვის უჩვეულოდ მაღალი ხალხი იყვნენ. იყვნენ და ისინი დღესაც აქ არიან. არგენტინის 2022 წლის აღწერით დაახლოებით 41,000 თეველჩე ცხოვრობს. და თუ პატაგონიის გიგანტები თავიანთი სიმაღლით აშინებდნენ ხალხს, ბოლივიაში არის გზა, რომელიც სულაც არ აინტერესებს რა სიმაღლის ხარ. მაინც მოკლოს. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მსგავსი ვიდეოების ნახვა, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე Map-Pack-ზე. პაკეტი, რომელიც ტოკიოდან გამოდის და პაკეტი, რომელიც ნიუ-იორკიდან გამოდის. შეიძლება ზუსტად ერთსა და იმავე დროს მოგიტანონ, რადგან ორივე მათგანი ანკორიჯში გაჩერდა. ქალაქი, რომელსაც უმეტესობა შორეულად, გაყინულად და ყველაფრისგან მოშორებულად მიიჩნევს, სინამდვილეში ყველაფრის ცენტრში მდებარეობს. თუ უფრო ფართოდ შეხედავთ, ანკორიჯი დედამიწის ორ უდიდეს ეკონომიკურ ზონას შორის ზუსტად შუაში მდებარეობს. და ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს ქალაქი ჩუმად ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მისი ზომა მიუთითებს. და ისეთ გავლენას ფლობს, რომელსაც მისი ზომის 10-ჯერ დიდი ქალაქებიც კი ვერ შეედრებიან. აბა, როგორ გახდა ესეთი იზოლირებული ადგილი ესეთი ძლიერი? პირველ რიგში ანკორიჯი ალასკის გულია. მთელი შტატის მოსახლეობის მესამედზე მეტი იქ ცხოვრობს. ასეთი კონცენტრაცია მას უზარმაზარ კონტროლს აძლევს შტატის ეკონომიკაზე, მოგზაურობასა და ინფრასტრუქტურაზე. თითქმის ყველა, ვინც ალასკაში მატერიკიდან ჩამოდის, ანკორიჯში გაივლის. ერთი შეხედვით ანკორიჯი ახლომდებარე ქალაქებს მოწყვეტილია. რეგიონში არც სარეზერვო ვარიანტია და არც ალტერნატივა. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ყველა კრიტიკული სისტემა, ფრენები, ტვირთი და კავშირები სწორედ ამ ერთ ცენტრში იყრის თავს. Ted Stevens Anchorage-ის საერთაშორისო აეროპორტი ყოველწლიურად მილიონობით მგზავრს ემსახურება და 100,000-ზე მეტ დაშვებას ახორციელებს. გზავრთა ნაკადი კი Fairbanks-ისაზე 4-ჯერ მეტიცაა. Fairbanks-ი შტატის ერთადერთი სხვა მთავარი ჰაბია. Swift-ის რეალურ დროში თვალყურის დევნება და ოპტიმიზაცია საშუალებას აძლევს გადაზიდვებს ეფექტურად გადაადგილდნენ, თუნდაც ალასკის უკიდურეს ამინდში. Swift-ის რეალურ დროში თვალყურის დევნება და ოპტიმიზაცია საშუალებას აძლევს გადაზიდვებს ეფექტურად გადაადგილდნენ, თუნდაც ალასკის უკიდურეს ამინდში, რაც მას გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში კრიტიკულ რგოლად აქცევს. და აი რასაც ადამიანების უმეტესობა არასდროს ითვალისწინებს. თუ ეს აეროპორტი მუშაობას შეწყვეტს, ფარმაცევტული ცივი ჯაჭვები დაიშლება. დეტროიტში ავტომობილების ნაწილების ხაზები გაჩერდება და ახალი ზღვის პროდუქტები ნიუ-იორკამდე ვერ მიაღწევს. ერთი აეროპორტი, ერთი ქალაქი. და შედეგები ყველა დასახლებულ კონტინენტს ეხება. მაგრამ აქ იწყება საინტერესო ნაწილი. ეს არის ადგილი, სადაც გრძელმავალ მარშრუტები იკვეთება, სადაც ტვირთი სხვა მიმართულებით იგზავნება და სადაც მგზავრები ისე გადიან, ვერც კი აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გაჩერება. ანკორიჯიდან განვითარებული მსოფლიოს 90% 9 საათსა და ნახევარშია მისაწვდომი ფრენით, რაც არც ერთ სხვა დიდ აეროპორტს დედამიწაზე არ შეუძლია დაიქვეხნოს. ეს ნიშნავს, რომ აზიიდან მომავალი გადამზიდავები შეუძლიათ უფრო მძიმე ტვირთი ჩატვირთონ ნაკლები საწვავით. გაჩერდნენ ანკორიჯში საწვავის შესავსებად და შემდეგ გააგრძელონ გზა ჩრდილოეთ ამერიკაში იმ ტვირთით, რომელსაც პირდაპირ რეისით ვერ გადაიტანდნენ. აეროპორტი ASHSECO-ში მეორე ყველაზე დატვირთული სატვირთო აეროპორტია და მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. FedEx, UPS და ASHSECO-ს საფოსტო სამსახურს აქ მთავარი ჰაბები აქვთ. ალასკა იმდენად მნიშვნელოვანია ASHSECO-ს საფოსტო და ამანათების ქსელისთვის, რომ მას აქვს უნიკალური ფედერალური ნებართვა, რომელიც საშუალებას აძლევს ტვირთს გადავიდეს ერთი და იმავე უცხოური გადამზიდავის სხვადასხვა თვითმფრინავზე დამატებითი შემოწმების გარეშე. ეს პრივილეგია არც ერთ აეროპორტს ქვედა 48 შტატში არ აქვს. შეგიძლიათ ამას მცირე დროის დამზოგველიც კი უწოდოთ, მაგრამ რეალურად ეს მიწოდების ვადებს საათებით ამოკლებს, ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს და ანკორიჯს გლობალური ლოგისტიკის მაგნიტად აქცევს. მთელი შეერთებული შტატები და კანადა ერთ მხარეს მდებარეობს, ხოლო წყნარი ოკეანის მეორე მხარეს გიგანტები არიან, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა. ტვირთის მარშრუტები რუსეთიდან პირდაპირ არქტიკასა და წყნარ ოკეანეს კვეთს, რაც ანკორიჯს ბუნებრივ საკონტროლო პუნქტად აქცევს მძიმე ტვირთების კონტინენტებს შორის გადაადგილებისთვის. და ახლა სამგზავრო ავიაკომპანიებიც ამაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი ითხოვენ იგივე სახის მოქნილობას მგზავრებისთვისაც, რაც ანკორიჯს ტვირთების ჰაბიდან სრულფასოვან გლობალურ სატრანზიტო ცენტრად გადააქცევს. ანკორიჯის ძალა ციდან ზღვამდეც ვრცელდება. ალასკის პორტი ამუშავებს შტატის გადამუშავებული ნავთობის 95%-ის და თითქმის ყველა ტვირთის 3/4-ს, რაც მნიშვნელოვან რესურსებს აერთებს აეროპორტთან და მის ფარგლებს გარეთაც. ყოველი ტვირთი, რომელიც აქ გადის, უზრუნველყოფს თემების ფუნქციონირებას, ბიზნესების მუშაობას და მუშაობას და ინფრასტრუქტურის მომარაგებას.
ეს ყველაფერი მომგებიანიცა. ალასკის პორტი იმდენ შემოსავალს გამოიმუშავებს, რომ საკუთარი გაფართოებისა და განახლების დაფინანსება შეუძლია. თანაც ქალაქს გადასახადსაც უხდის, რაც ადგილობრივი მთავრობის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა საწვავის მიწოდება ქალაქის უზარმაზარი სამხედრო ბაზისა და საერთაშორისო აეროპორტისთვის, რათა ოპერაციები ნებისმიერ სეზონზე შეუფერხებლად გაგრძელდეს. ზამთარშიც კი, როცა ნიკის ხურე იყინება, პორტი უწყვეტად აგრძელებს მუშაობას. ბოლო წლებში პორტმა გადაამუშავა 5 მილიონ ტონაზე მეტი საწვავი და ტვირთი. და რადგან ალასკის მოსახლეობა და ინდუსტრია იზრდება, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება. ალასკის უზრუნველყოფა საკვებითა და საწვავით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ბევრად მეტ აწარმოებს ვიდრე მოიხმარს. 2024 წელს ალასკის MSP თითქმის $70 მილიარდ შეადგენდა, სადაც ნავთობი და გაზი ძირითად ნაწილს წარმოადგენდა. ნავთობი პრატოებიდან ანკორიჯში გადადის. და ეს ნაკადი მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის არ არის, არამედ სტრატეგიულია. რადგან სამხრეთისკენ მოძრავი ყოველი ბარელი აძლიერებს აშშ-ის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ამცირებს უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულებას და ქვეყანას საკუთარ მარაგზე მეტ კონტროლს აძლევს. საერთაშორისო ბაზრებისთვის განკუთვნილი ნავთობი როგორც წესი გადადის სატვირთო გემებზე, რომლებიც წყნარი ოკეანისკენ მიემართებიან. მცირე ზომის მაღალი ღირებულების საქონელი კი TED Stevens-ის აეროპორტიდან საჰაერო გზით იგზავნება. ჯამში ალასკა ყოველწლიურად დაახლოებით $7.2 მილიარდი ღირებულების საქონელს ექსპორტზე აგზავნის. მათ შორის ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ზღვის პროდუქტები და დუქტები და ნედლი ნავთობი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მცირე გემი და რეისი სხვა აეროპორტებიდან და საზღვაო პორტებიდან გადის, ანკორიჯი ერთადერთი ცენტრალური ადგილია, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს იმ მასშტაბურ გადაზიდვებს, რასაც ალასკას აყვავებული საექსპორტო ბიზნესი მოითხოვს. ეს სავარაუდოდ კიდევ უფრო დააჩქარებს იმ ადამიანების ნაკადს, რომლებიც ქალაქში ჩამოდიან რთული, ინტენსიური, მაგრამ საიმედო სამუშაოს საძიებლად, შტატის წამყვან ინდუსტრიებში. ალასკის უმეტეს ნაწილში ზამთარში ყველაფერი ჩერდება. ანკორიჯში ასე არ ხდება. როდესაც წლის 7-დან 8 თვემდე ტემპერატურა 0-ს ზემოთაა, პორტი მუშაობას აგრძელებს, ბაზა ფუნქციონირებს და აეროპორტი ფრენებს ახორციელებს. და როგორც ეს პერიოდი იზრდება, ასევე იზრდება ანკორიჯის უპირატესობა შტატის სხვა ყველა ქალაქთან შედარებით. და როცა წყლის მიდამოებში ამინდი ნაკლებად მკაცრი ხდება, აეროპორტებში ჩაფრენა და იქიდან გაფრენა უფრო იოლი ხდება. მაგრამ ანკორიჯს კიდევ ერთი კოზირი აქვს. და როცა სხვა რეგიონების სირთულეებს აწყდებიან, ანკორიჯი შეიძლება მაინც მიიღოს სარგებელი. არქტიკა იხსნება. ტემპერატურა გლობალურ საშუალოზე უფრო სწრაფად იზრდება. მყინვარები დნება და საზღვაო მარშრუტები იწევს კიცხებს გამოჩენას. ტერიტორიები, რომლებიც ადრე მარადიული გაყინულობით იყო დაფარული, ახლა უფრო და უფრო იხსნება სეზონური აქტივობისთვის. და ამის მიზეზი აშკარად ჩანს. ალასკა გლობალურ საშუალოზე 2-დან 3-ჯერ უფრო სწრაფად თბება. და ეს შეიძლება მომავალი თაობებისთვის ალასკა მნიშვნელოვნად შეცვალოს. 1971 წლიდან ანკორიჯის გარშემო ტემპერატურა 2 ფარენჰეიტით გაიზარდა. მაშინ როცა ჩრდილოეთ ფერდობზე ტემპერატურა 6 ფარენჰეიტით არის მომატებული. როდესაც ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტი სრულად გაიხსნება, ხომალდი, რომელიც როტერდამიდან იოკოჰამაში მიემგზავრება, თავის მოგზაურობას 11,200 საზღვაო მილის ნაცვლად დაახლოებით 7,000-მდე ანცირებს, რაც თითოეულ მოგზაურობაზე დაახლოებით 2 კვირასა და $100,000 ზოგავს. როდესაც არქტიკული საზღვაო შემოქმედებები მნიშვნელოვნად იზრდება, ევროპასა და აზიას შორის მოძრავი თითოეული ხომალდი ანკორიჯის მეთვალყურეობის სიახლოვეს უნდა გაიაროს. ქალაქი ხდება საზღვაო სტრატეგიული წერტილი, რომელიც კონკურენციას უწევს ჰორმუზის სრუტესაც კი. დნობის პროცესში მყოფი მარადიული გაყინულობა, გახანგრძლივებული სეზონები და ახალი საზღვაო მარშრუტების გახსნა ქმნის როგორც გამოწვევებს, ასევე სტრატეგიულ შესაძლებლობებს, რაც ლობებს, რაც ანკორიჯს ენერგეტიკისა და ვაჭრობისთვის სულ უფრო მნიშვნელოვან პოზიციაში აყენებს. მაგრამ ამას შედეგები მოჰყვება. ნავთობი და ბუნებრივი აირი კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევებია და აქ მათი მოპოვების მასშტაბი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს რეგიონი დედამიწაზე თითქმის ყველგან უფრო სწრაფად თბება. მაგრამ ის, რაც გლობალურად გრძელვადიან კრიზისად ითვლება, მოკლევადიან პერსპექტივაში ადგილობრივებისთვის ახალ შესაძლებლობებს შეიძლება ქმნიდეს. როდესაც ყინული დნება და პირობები იცვლება, ადრე მიუწვდომელი რესურსები და სავაჭრო მარშრუტები იხსნება, რაც ანკორიჯს კიდევ უფრო სტრატეგიულ პოზიციაში აფენებს, ვიდრე ადრე იყო. მაგრამ ეს მხოლოდ შესაძლებლობებს არ შექმნის. ეს შეიძლება მთლიანად შეცვალოს შტატის სახე. ამჟამად ალასკაში სოფლის მეურნეობა ძალიან შეზღუდულია. მოსავლის მოყვანის სეზონი მოკლეა. ზამთრები გრძელია და მხოლოდ ყველაზე გამძლე კულტურები გადარჩება. ეს ნიშნავს, რომ უმეტესად ახალი ხილი და ბოსტნეული უნდა ჩამოიტანონ ქვედა 48 შტატიდან, ხშირად ძვირად. და ზოგჯერ დიდი დრო სჭირდება ტრანსპორტირებას, რაც ხარისხზე უარყოფითად აისახება. ეს ზღვარი ნელ-ნელა ირღვევა. ტემპერატურის მატებასთან ერთად სოფლის მეურნეობისთვის დროის ფანჯარა ფართოვდება. ის, რაც ადრე შეუძლებელი იყო, ნელ-ნელა შესაძლებელი ხდება. გრძელი მოსავლიანობის სეზონები, მეტი მოსავალი და მრავალფეროვნება.
ალასკის ხილის წარმოება, რომელიც ადრე თითქმის არ არსებობდა, შეიძლება ზრდას დაიწყებს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, შტატი საბოლოოდ შეძლებს იმპორტზე დამოკიდებულებიდან გადავიდეს იმდენი პროდუქტის წარმოებაზე, რომ საკუთარი მოსავლის ნაწილი სამხრეთშიც გაგზავნოს, რაც მის ხანგრძლივ სისუსტეს ახალ ეკონომიკურ უპირატესობად გადააქცევს. და როდესაც ეს ეკონომიკური და სტრატეგიული აქტივობა აქ იღრის თავს, უსაფრთხოება აღარ არის არჩევითი. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. ანკორიჯის სამხედრო პრიორიტეტი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ალასკა შტატი არ იყო და ამის მიზეზი არ შეცვლილა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მის დასაცავად ხარჯებს არ იშურებენ. 1935 წელს გენერალმა ბილი მიჩელმა, აშშ-ს საჰაერო ძალების მამამ, კონგრესს უთხრა: ჯერა რომ მომავალში ვინც ალასკას ფლობს, ის ფლობს მსოფლიოს. ანკორიჯი ალასკის ეკონომიკისა და მოსახლეობის ციხესიმაგრეა. ოკეანედან მისასვლელად გემებმა უნდა გაიარონ კუკის ყურე, შემდეგ კი ვიწრო ნიკ არმი. იქ მდებარეობს ქალაქი, ხოლო მის გვერდითაა ერთობლივი ბაზა ელმენდორფ-რიჩარდსონი. შორს? უდავოდ. მაგრამ ასევე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ობიექტი შეერთებულ შტატებში. აქ არის ის ადგილი, სადაც შეერთებული შტატების თავდაცვის პირველი ხაზი ხვდება წყნარი ოკეანისა და არქტიკის საფრთხეებს. გაერთიანებული ბაზა ელმენდორფ-რიჩარდსონი, სადაც 40,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ქალაქის წვერზე მდებარეობს და აკვირდება პოტენციურ საფრთხეებს წყნარი ოკეანისა და არქტიკის მხრიდან. ამავე დროს მას მისძლობს მნიშვნელოვან კვლევებს ყინულის, საზღვაო მარშრუტებისა და ენერგორესურსების შესახებ. რუსეთიდან ან ჩინეთიდან კონტინენტისკენ გაშვებული ნებისმიერი რაკეტა პირველად აქ იქნება აღმოჩენილი. თითქმის ყველა მთავარი ალიასკური ოპერაცია, ალიასკის სარდლობიდან ნორადის რეგიონალურ ძალებამდე, ანკორიჯის გარშემო კონცენტრირდება, რაც კრიტიკულ თავდაცვას ერთ სტრატეგიულ წერტილში აერთიანებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არქტიკის წრეწირის ქვეშ მდებარეობს მსოფლიოს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ნავთობის დაახლოებით 13% და ბუნებრივი აირის 30%. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ამ რესურსებთან მისასვლელად ანკორიჯზე გადის. ვინც ამ ქალაქს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალი საუკუნის ყველაზე სადავო რესურსების დერეფურსების დერეფანს. სხვა სამხედრო ბაზებისგან განსხვავებით, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში ჩუმად არიან განთავსებული გაერთიანებული ბაზა ელმენდორფ-რიჩარდსონი პირდაპირ ანკორიჯის უბნების ჩრდილოეთით მდებარეობს. ის შორს არ არის. საშუალო მცხოვრები მის გავლენას ხოლმე გრძნობს. ეს ქალაქის ნომერ პირველი დამსაქმებელია და ფედერალური ინვესტიციები რეგიონში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. მომავალი საფრთხეები ამას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთი ნაკლებად წარმოადგენს საფრთხეს, ჩინეთის აღზევება წყნარ ოკეანეს პოტენციურ ცხელ წერტილად აქცევს. ანკორიჯი არის აშშ-ში საპირწონე ძალა, მეორე შეტევის წერტილი, რეაგირების და ძალის პროექციის ბასტიონი. ჩინეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, თუ გამოყენებული იქნება ჩვეულებრივი შეიარაღება, წყნარი ოკეანე პირველი ბრძოლის ველი იქნება. ჰავაი პირველი აშკარა სამიზნე იქნებოდა, რაც მეორე მსოფლიო ომის მოულოდნელ თავდასხმას მოგვაგონებს. მაგრამ სანამ ჰავაი პირველ ტალღას გადაიტანს, აშშ-ს შეეძლება პასუხის მობილიზება ერთობლივი ბაზა ელმენდორფ-რიჩარდსონიდან. ანკორიჯი ასევე მასპინძლობს მნიშვნელოვან არქტიკულ სამეცნიერო და ენერგეტიკულ კვლევით პროგრამებს, რაც სამხედრო სტრატეგებსა და კორპორაციებს აძლევს მონაცემებს ყინულის მდგომარეობაზე, გადაზიდვის მარშრუტებსა და რესურსების ხელმისაწვდომობაზე. მსოფლიოში ცოტა ქალაქს თუ შეუძლია ამას გაუტოლდეს. ალასკის სამხედრო და ეკონომიკური სექტორები ერთად მუშაობენ. ერთიანი ბაზა ელმენდორფ-რიჩარდსონი მხოლოდ პოტენციურ საფრთხეებს არ შეკავებს. ის ამარაგებს ქალაქს, რომლის სპორტი და ექსპორტი გლობალურ ვაჭრობას ამოძრავებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ანკორიჯის გავლენიან ცენტრად სტატუსს. მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან რეალური უარყოფითი მხარეებიც აქვს. თბილი წყლები უკვე საფრთხეს უქმნის ორაგულის ჰაბიტატებს, რაც ალასკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიას რისკის ქვეშ აბენებს. მაგრამ ამავე დროს დადებითი მხარე უზარმაზარია. ნავთობისა და ბუნებრივი აირის უფრო მარტივი ხელმისაწვდომობა, ოპერირების გახანგრძლივებული სეზონები და ახალი ტერიტორიების გახსნა კვლევისთვის შეიძლება ბევრად მეტი შემოსავალი მოიტანოს, ვიდრე ის, რაც იკარგება სულ მცირე მოკლევადიან პერსპექტივაში. და ეს ყველაფერი, ენერგეტიკა, გადაზიდვები, ლოგისტიკა, ერთ ადგილს უნდა გაიაროს. ზუსტად არავინ იცის, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, მაგრამ ანკორიჯი უკვე მზადაა, რომ დომინანტი იყოს. თავდაცვა, გლობალური ვაჭრობა, არქტიკაზე წვდომა, ენერგეტიკა, ყველაფერი აქ იღრის თავს. ქალაქი, რომელიც სამყაროს კიდეს გავდა, სინამდვილეში მისი მიზიდულობის ცენტრი აღმოჩნდა. ანკორიჯი უბრალოდ რუკაზე არ მდებარეობს. ის უკვე იწყებს მის დაპატრონებასაც. მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ, რომ მეტი ესეთი ვიდეო ნახოთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეთხობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე MapPack-ზე. რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლანდშაფტებითა და უზარმაზარი ბუნებრივი რესურსებით არის დაჯილდოებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ ბევრი ადამიანი ძალიან უბედურია.
და ამას მონაცემებიც ადასტურებს. რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა თვითმკვლელობის მაჩვენებლით. 24.1 თითო 100,000 ადამიანზე. და ეს მხოლოდ ეროვნული საშუალო მაჩვენებელია. ზოგ რეგიონში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო შემაშფოთებელია. რატომ არის ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე რესურსებით მდიდარ ქვეყანაში ასე წარმოუდგენლად რთული ამდენი ადამიანისთვის? მოდით უფრო ახლოდან დავაკვირდეთ. ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Freedom House-ის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად თავისუფალ ქვეყნად ითვლება. მაგრამ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? ეს იწყება ცენზურით და თანაც ძალიან ფართომასშტაბიანით. დიახ, რუსეთის კონსტიტუცია ტექნიკურად უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთი დიდი და ხელსაყრელი სამართლებრივი ხვრელი. მთავრობას შეუძლია მკაცრად დასაჯოს ყველაფერი, რასაც ის ექსტრემიზმის გამოხატულებად მიიჩნევს. დროთა განმავლობაში ეს განსაზღვრება გაფართოვდა, რამაც ხელისუფლებას მისცა საშუალება ჩაეხშო განსხვავებული აზრი, შეეზღუდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და გაეჩუმებინა ოპოზიციური ხმები. გამოხატვის ამგვარმა კონტროლმა პირდაპირი შედარებები გამოიწვია ჩრდილოეთ კორეასთან, სადაც სახელმწიფო ნარატივები დომინირებს და მედია თითქმის სრულად მთავრობის კონტროლის ქვეშ მუშაობს. ვლადიმირ პუტინის რეჟიმის პირობებში რუსეთში თითქმის ყველა მსხვილი მედია საშუალება ან სახელმწიფო საკუთრებაშია, ან მკაცრად რეგულირდება. რუსეთში ყველაზე პოპულარული არხი არის პირველი არხი. ეს არის საჯარო კერძო პარტნიორობა რუსეთის მთავრობისა და ინვესტორთა ჯგუფს შორის. მაგრამ პრაქტიკაში ის უფრო კრემლის პროპაგანდის საშუალებად ფუნქციონირებს. არხთან დაკავშირებული ყველა მსხვილი ინვესტორი მჭიდროდ არის დაკავშირებული პუტინის რეჟიმთან და ეს ასახულია მაუწყებლობაშიც. მაგრამ რა ხდება სხვა არხებთან? NTV ქვეყანაში პოპულარობით მეორე ადგილზეა, მაგრამ მისი შინაარსი ძალიან გავს პირველი არხის ტონს. ეს იმიტომ, რომ მას აკონტროლებს გაზპრომი, სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი, რომელსაც კრემლთან მჭიდრო კავშირები აქვს. შემდეგ არის რუსეთი 1, რომელიც წამყვანი მაუწყებლების სიას ასრულებს. ის ეკუთვნის მთელ რუსულ სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის კომპანიას VGTRK-ს, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციაა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რუსეთის 3 წამყვანი არხი მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან და მათი გზავნილები იშვიათად სცილდება ოფიციალურ ხაზს. დასავლელი მაყურებლებისთვის ალბათ ცნობილია Russia Today, RT, ქვეყნის ინგლისურენოვანი არხი. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო მცირე მასშტაბით მუშაობს ვიდრე შიდა გიგანტები, როგორიცაა პირველი არხი ან რუსეთი 1, RT-ის დაფინანსება სრულად რუსეთის მთავრობისგან მოდის. ეს კონტროლის დონე მხოლოდ ტელევიზიით არ შემოიფარგლება, ის რადიოსაც მოიცავს. გაზპრომი რადიოს სფეროშიც არის ჩართული. მას ეკუთვნის ავტორადიო, რომელიც ქვეყანაში პოპულარობით მეორე ადგილზეა. სინამდვილეში რუსეთში თითქმის ყველა მთავარი რადიოსადგური ან სახელმწიფოს ეკუთვნის, ან კრემლთან დაახლოებული კორპორაციების კონტროლქვეშაა. რაც შეეხება ბეჭდურ მედიასა და გაზეთებს, აქაც იგივე სიტუაციაა. სახელმწიფოს ან მის მოკავშირეებს აკონტროლებენ ნარატივს. ასე რომ, თუ ოდესმე გიგითხავთ, რატო იშვიათად ქმნის რუსეთი გლობალურად აღიარებულ ფილმებს, შოუებს ან წიგნებს, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კრეატიულობას უჭირს ცენზურაზე აგებულ გარემოში. ეს არის რეალობა რუსეთში. მოქალაქეებს აიძულებენ მოიხმარონ მედია, რომელსაც არ ენდობიან. 2023 წელს მხოლოდ 35%-მა რუსმა დაიჯერა ის, რასაც პირველ არხზე უყურებდა. და ეს იყო ყველაზე სანდო არხი. კრემლის გავლენა ციფრულ სამყაროშიც ღრმად ვრცელდება. YouTube ჯერჯერობით ხელმისაწვდომია, მაგრამ გამოცდილება ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც დასავლელი მომხმარებლები არიან მიჩვეულნი. პლატფორმა ძალიან ნელა მუშაობს. შეუძლებელია რაიმეს ყურება. და ამის მიზეზიც არსებობს. კრემლმა 2024 წლის ზაფხულში YouTube-ს სიჩქარე შეზღუდა, რის შედეგადაც წლის ბოლოსთვის ტრაფიკი ნორმალური მაჩვენებლის მხოლოდ 20%-მდე დაეცა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. 2024 წლის ნოემბერში Google-ის მშობელ კომპანიას Alphabet-ს 20 დილიონი დოლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა პრო-რუსული YouTube არხების აღდგენაზე. ეს ჯარიმა არ არის, რომლის გადახდასაც კომპანია აპირებს. მით უმეტეს, რომ ის მთელი მსოფლიო ეკონომიკის ზომაზე 200 კვინტილიონჯერ მეტია. ეს ჩვენ არ მოგვიგონია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. Google-ის რუსული შვილობილი კომპანია 2022 წელს ისედაც გაკოტრებულად გამოცხადდა. ასე რომ, თუ ვინმეს უკვე აქვს Android ტელეფონი რუსეთში, შეიძლება ჯერჯერობით პრობლემა არ ქონდეს, მაგრამ ახლის შეძენა უკვე სხვა ამბავია. თუ გაინტერესებდათ, მსგავსი სიტუაციაა Apple-თანაც. ინტერნეტში ძიებისას ახო უმეტესობა გადამისამართებულია რუსეთის საკუთარ Yandex-ზე, პლატფორმაზე, რომელსაც აშკარად პრო-კრემლისკური მიდრეკილება აქვს. სოციალურ ქსელებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ. Facebook, Instagram არც ერთი არ მუშაობს. ისინი დაბლოკეს მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება. მათი მშობელი კომპანია Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა. ჯერ 20 კილიონ დოლარიანი ჯარიმა არ დაუწესებიათ, მაგრამ ეს ნებისმიერ დღეს შეიძლება მოხდეს. Exit-ს დაბლოკილია.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მდგომარეობა მალე შეიცვალოს. თუმცა რუსეთში ერთი სპექტაკლი არსებობს, რომელსაც ცენზურა არ ეხება. ეს რუსული პოლიტიკის სპექტაკლია. და ეს კარგი ამბავი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ინარჩუნებს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ილუზიას, რეალობა სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს. დიახ, ხალხს შეუძლია საარჩევნო უბნებზე მისვლა. ისინი ნამდვილად არსებობს. მაგრამ ესეც ხურადღებით დადგმული სპექტაკლის ნაწილია. ლეგიტიმური საარჩევნო დამკვირვებლები მკაცრად შეზღუდულნი არიან. პუტინის რეჟიმი ზღუდავს იმ რაოდენობასაც კი, რამდენს შეუძლია საარჩევნო უბნებში შესვლა. დიახ, ოპოზიციური პარტიების რეკლამებიც არის, მაგრამ ესეც ილუზიის ნაწილია. სინამდვილეში ძალიან ბევრია. ეს იმიტომ ხდება, რომ პუტინი თავად ირჩევს თავის ოპოზიციას და მან ბევრი აირჩია. მათ შორის არიან კომუნისტური პარტია, სამართლიანი რუსეთის პარტია, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია და ახალი ხალხის პარტია. ამ პარტიებმა 2021 წელს დუმაში ჯამში 118 მანდატი მოიპოვეს. ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა 2012 წელს პარტიების რეგისტრაციის წესები შეამსუბუქა, რათა ასობით სხვა პარტიის გამოჩენა წაეხალისებინა. ეს თავისუფლებას გავს. თუმცა აქ მთავარი სიტყვა გგავს. იმდენი პარტია, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრება, ნიშნავს, რომ ნამდვილი ოპოზიცია დაყოფილი რჩება და უმეტესობა პარტიებისა პატარა ზომისაა. მაგრამ ამ მცირე პარტიებიდან ზოგმა შეძლო და წარმატებას მიაღწია. 2021 წელს სამმა ახალმა პარტიამ, ახალი ადამიანები, სიმართლისთვის და მწვანე ალტერნატივა, საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა, რომ დუმის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეღო. მაგრამ როგორც შეიძლება ელოდოთ, ყოველთვის არსებობს ერთი ხრიგი. ყველა ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიას ერთი საერთო აქვს. მათი ლიდერები და თავმჯდომარეები დაკავშირებულნი არიან პუტინის ერთიანი რუსეთის პარტიასთან. ოპოზიციური პარტიები და კანდიდატები, რომლებიც რეალურად არსებობენ პუტინის მიერ დადგმული შოუს მიღმა, მოხერხებულად დისკვალიფიცირდებიან. ყველაზე ცნობილი მსოფლიოში იყო ალექსეი ნავალნი, მაგრამ ის ერთადერთი არ ყოფილა. რუსული პოლიტიკის ოფიციალური შოუს მიღმა მყოფი ფიგურები შეიძლება ელოდონ შევიწროებას ან ექსტრემისტებად გამოცხადებას. დემონიზაცია ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია. ყოველთვის, როცა ნამდვილი ოპოზიციური ფიგურის დაპატიმრება ან ბრალის სტატენება ხდება, რუსები ამის შესახებ გაიგებენ იმ მედიის საშუალებით, რომელსაც ისინი ამჯობინებენ. მაგრამ ესეთი ცენზურა მხოლოდ რუსეთს არ ახასიათებს. ჩინეთიც იყენებს მსგავს ტაქტიკებს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით. ჩინეთი არც კი ცდილობს იმ პოლიტიკურ სპექტაკლს, რასაც რუსეთი აკეთებს. იქ არ ტარდება კალბი არჩევნები და ინტერნეტზე ცენზურა, მისი დიდი firewall-ის მეშვეობით კიდევ უფრო თვალსაჩინოა. და მაინც მოქალაქეებს შორის თვითგველობის მაჩვენებელი 100,000 ადამიანზე 9.17 ასეული შეადგენს. რატო? ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ ჩინეთის მთავრობას აქვს დადო შეთანხმება თავის ხალხთან ამის სანაცვლოდ. ის კვლავაც მკაცრად მართავს მათ, მაგრამ სანაცვლოდ ეკონომიკურ ზრდას პირდება. და ეს გამოუვიდა. დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი გამოვიდა სიღარიბიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანა 1978 წელს მსოფლიოსთვის გაიხსნა. ჩინეთის საშუალო ხელფასი დაახლოებით $4,000 თვეში. ჯერჯერობით კომუნისტურმა პარტიამ შეასრულა თავისი დაპირება. რუსეთს ასეთი დაპირება არასდროს მიუცია. ცხოვრება ყოველთვის რთული იყო საშუალო რუსი მუშაკისთვის, მაგრამ ბოლო წლებში პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. ისინი, ვინც ცდილობენ გაარკვიონ ამ მზარდი სირთულის მიზეზები, რეალურ რისკებს აწყდებიან. სიმართლეს ადვილად ვერ იპოვით ძირითად მედია საშუალებებში და მოქმედი რუსული კანონმდებლობის მიხედვით იმ ინფორმაციის გავრცელება ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ, რომელსაც მთავრობა შეგნებულად სრულად მიიჩნევს, შეიძლება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს. შედეგად, რეალობის დიდი ნაწილი დაფარული რჩება. პუტინის უკრაინაში შეჭრამ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებულ ქვეყნად აქცია. გადააჯარბა რაც ჩრდილოეთ კორეასა და ირანსაც კი. ეს შეიძლება გასაკვირი ჩანდეს, განსაკუთრებით იმებით იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა კვლავ მდიდრობასა და უსაფრთხოებას ინარჩუნებენ. მაგრამ ეს მკვეთრი კონტრასტი ასახავს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ბუნებას. უკრაინაში ომამდეაც კი რუსეთი გლობალურ ეკონომიკურ არენაზე გამორჩეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მსოფლიოში მე-11 უდიდესი ეკონომიკაა, ეს სიმდიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2023 წელს რუსეთის ნომინალური ერთ სულ მოსახლეზე MŠP მხოლოდ $13,900 შეადგენს. ეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება შეერთებულ შტატებს, სადაც ეს მაჩვენებელი თითქმის $83,000-ია. მაგრამ ასევე ჩამორჩება ანდორას, ჩინეთს და თუნდაც კოსტა-რიკას. მაშ, რატომ არ გამოიმუშავებენ რუსეთში ადამიანები მეტ ფულს? რუსეთის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უდავოდ ენერგეტიკის სექტორია. ის ქვეყნის წლიური მშპ-ს 20%-ს შეადგენს.
მაგრამ მათთვის, ვინც ამ სფეროში მუშაობს, ანაზღაურება ისეთი არ არის, როგორიც შეიძლება ესეთ მნიშვნელოვან სამუშაოზე ელოდონ. 2024 წლის დასაწყისში რუსეთში ნავთობისა და გაზის სექტორში დასაქმებულები საშუალოდ თვეში დაახლოებით $1400 იღებდნენ. ეს ეროვნული საშუალოსთან შედარებით 2/3-ით მეტია. მაგრამ ამავე სექტორში დასაქმებული ამერიკელები საშუალოდ თითქმის 5.6 ჯერ მეტს იღებენ. თითქმის $7,700. და 3 წელზე მეტი ხნის ომის შემდეგ რუსეთშიც კი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ადგილები კონკურენტუნარიანობას კარგავს. რუსეთის სამხედრო ძალებს იმდენად აკლიათ ცოცხალი ძალა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას დაახლოებით $2,400 თავაზობენ ბონუსად და თვეში დაახლოებით $2,600 უხდიან. და ეს მაინც ნაკლებია ვიდრე ამერიკის მედიანური ხელფასი, რომელიც თითქმის $4,800. ეს ეკონომიკური დისბალანსი ასევე აისახება რუსეთის ფართო ინდუსტრიულ პროფილში. ენერგეტიკული პროდუქტები მარტივად დომინირებს ქვეყნის ექსპორტში, ხოლო სოფლის მეურნეობა ჩამორჩება. ენერგეტიკის სექტორის მიღმა რუსეთის უდიდესი კორპორაციებია სპერბანკი და რესურსების გიგანტები, როგორიცაა MMC, Norilsk Nickel, PJSC, რომელიც ნიკელისა და პალადიუმის მფავარი მომწოდებელია, თუმცა მიუხედავად მისი უზარმაზარი ზომისა და ბუნებრივი სიმდიდრისა, რუსეთი არ გამოჩენილა მოწინავე გლობალურ ინდუსტრიებში ლიდერად. გლობალურად აღიარებული რუსული ბრენდები ძალიან ცოტაა, თუ საერთოდ არსებობს. და ეს ტენდენცია ცვლილების ნიშნებს თითქმის არ აჩვენებს. ვინც პრესტიჟულ ან პროგრესულ კომპანიებში კარიერის გაკეთებას ცდილობს, ყველაზე მიმზიდველი შესაძლებლობები კვლავაც რუსეთის საზღვრებს გარეთ იძებნება. ადრე ეს გზა ბევრ რუსს ღია ჰქონდა, რაც ცივი ომის დასრულების სიმბოლო და ახალი გლობალური შესაძლებლობების ეპოქის დაპირება იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ. ეს გარდამტეხი მომენტი უნდა ყოფილიყო. შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ცნობადი კომპანიები ჰყავს. უბრალოდ შეხედეთ, რას ექსპორტირებს. არსებობს ფართო არჩევანი, მათ შორის ენერგეტიკული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, მაგრამ ასევე ავტომობილები, სამედიცინო აღჭურვილობა, თანამედროვე ელექტრონიკა და ხელოვნების ნიმუშებიც კი, როგორიცაა ანტიკვარიატი და ნახატები. ეს იმიტომ, რომ მას ხავს ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Apple და Microsoft, გართობის გიგანტები, როგორიცაა Disney, წამყვანი ავტომწარმოებლები, როგორიცაა Ford და GM და კიდევ უამრავი სხვა ბრენდი, რომელთა ჩამოთვლაც შეუძლებელი. მრავალი მათგანი 1991 წლის შემდეგ რუსეთში შევიდა ბიზნესის გასაკეთებლად. გარდამავალი პერიოდი რთული იყო რუსეთისთვის, მაგრამ ყოველთვის არსებობდა იმედი, რადგან იქ იყვნენ ეს კომპანიები. მაგრამ ეხლა 1000-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ ან შეამცირა, ან მთლიანად შეწყვიტა თავისი საქმიანობა რუსეთში. სურათი თანდათან უარესდებოდა, როცა ვლადიმირ პუტინი ყირიმის ანექსიით იტრაბახებდა. მაგრამ სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ დასავლეთთან ბიზნესს წერტილი დაუსვა. რუსეთში ჯერ კიდევ მოქმედებენ უცხოური კომპანიები, თუმცა ისინი იმ ქვეყნიდან არიან, რასაც ელოდებით. ჩინეთს ბევრად უფრო მრავალფეროვანი ეკონომიკა აქვს ვიდრე რუსეთს. დიახ, ჩინეთი მსოფლიოს წარმოების ლიდერია, მაგრამ ეხლა ქარხნის გარეთ ბევრად მეტი სამუშაო ადგილია ხელმისაწვდომი. ჩინეთს ხავს სატელეკომუნიკაციო ლიდერები, როგორიცაა Huawei და ელექტრომობილების სწრაფად მზარდი ინდუსტრია, რომელსაც ხელმძღვანელობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა BYD. არის TikTok-იც კი, რომელიც ჩინეთის ByteDance ეკუთვნის. არსებობს მტკიცებულება, რომ ეს კომპანიები რუსეთში გარკვეულ თანამშრომლებს ქირაობენ, მაგრამ ეს ორლესული მახვილია. რადგან დასავლური კომპანიების წასვლის შემდეგ ბევრი ტალანტი ხელმისაწვდომია. ისინი ამით სარგებლობენ, რაც ალბათ უფრო დაბალ ხელფასებს ნიშნავს, ვიდრე ადრე იყო. არასაკვირველია, რომ ხალხმა წასვლით გააკეთა არჩევანი და ქვეყანა დატოვა. სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ გამოიწვია ტვინების გადინება, რადგან ასობით ათასი ყველაზე განათლებული თანამემამულე გაიქცა საზღვარგარეთ, რათა სამხედრო გაწვევას ასწენოდა. ამ ტალანტების გადინებას ის მოჰყვა, რომ პუტინმა ისინი მოღალატეებად მოენათლა. სამწუხაროდ მისთვის ამ გადამხვევებში არათანაბრად არიან წარმოდგენილი ტექნოლოგიების, ბიზნესისა და გართობის ინდუსტრიების პროფესიონალები. თუმცა ეს ახალი არაფერია. ომმა მხოლოდ დააჩქარა ის ტენდენციები, რომლებიც ცივი ომის დასრულებისთანავე დაიწყო. ეხლა შეიძლება მიხვდეთ, რამდენად წინააღმდეგობრივია რუსეთის ეკონომიკა. მისი დემოგრაფიული პროფილი, სადაც მოსახლეობა ბერდება და მცირდება, გავს მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს, მაგრამ მისი ეკონომიკა უფრო განვითარებადი ქვეყნის მსგავსია. და ამის შესახებ მისი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი მეტყველებს. მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო უარესია იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ რუსები. თუ ისინი მუშაობენ მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში, ისინი იღბლიანებად ითვლებიან. უკრაინასთან მათი ყველაზე ახლო შეხება ყოველდღე მოსმენილი, მიკერძოებული საინფორმაციო გამოშვებებია. მაგრამ რუსეთი მხოლოდ მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი არ არის. ის განსაკუთრებულად მრავალფეროვანია.
სამწუხაროდ ეს მრავალფეროვნება საკმაოდ ბნელი ისტორიის შედეგია. რუსეთმა მოიშორა მონღოლთა ბატონობა და მე-16-დან მე-19 საუკუნეებში სწრაფად გაფართოვდა. მაგრამ ამ შორეულ და იშვიათად დასახლებულ რეგიონებში მისი შეღწევა პრობლემასთან იყო დაკავშირებული. ეს ადგილები შორს იყო რუსეთის გულიდან და მოსკოვს ბუნებრივად ეპარებოდა ეჭვი მათი ერთგულების მიმართ. ამიტომ მას ჰქონდა გამოსავალი. აიღეთ რუსეთის მთავარი გზების რუკა და რაღაც გამორჩეული თვალში მოხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ნაწილი კარგად არის დაკავშირებული, სიბირის დიდი ნაწილი მაინც იზოლირებულია. ცალკეული გამონაკლისების გარდა, ის უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსკოვთან ტრანსსიბირის გზატკეცილის მეშვეობით, ვიდრე ურალის მთების აღმოსავლეთით მდებარე უმეტეს რეგიონებთან. რუსეთში უმცირესობის წარმომადგენლად ყოფნა ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მედია, რომელსაც ყოველდღიურად აჩვენებენ თითქმის ერთნაირია მთელ ქვეყანაში, ბევრი უმცირესობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც შორეულ რეგიონებში ცხოვრობს, ელემენტარული გადაადგილებაც კი სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურა ხშირად შეზღუდულია ან მოუპირკეთებელი, განსაკუთრებით სიბირეში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს ნაწილობრივ მკაცრი და დაუნდობელი კლიმატის ბრალია. ზოგიერთ ქალაქში გზით მისვლა შეუძლებელი, რადგან ისინი წლის უმეტეს ნაწილში ყინულითა და თოვლითაა დაფარული. მაგრამ ცხოვრება მხოლოდ კლიმატის გამო არ არის რთული. რუსეთის შორეული აღმოსავლეთი შეიძლება შორს იყოს, მაგრამ მას შესანიშნავი რესურსები აქვს. აქ არის ნახშირწყალბადები, რკინის მადანი, ოქრო, ვერცხლი და 544 მილიონი აკრი. ანუ 220 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. მაგრამ ეს რეგიონი მხოლოდ ეროვნული MSB-ის მხოლოდ დაახლოებით 5%-ს შეადგენს. ამიტომ ამ ინდუსტრიებში კარგი სამსახურის პოვნა რთულია. უმეტესობა ტოვებს რეგიონს უკეთესი სამსახურის საძიებლად, მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში. საკურველი არ არის, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს ცივი ომის დასრულების შემდეგ მოსახლეობის მე-13 დაუკარგავს. მაგრამ ამას ყოველთვის უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა არ მოაქვს. მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში ვაკანსიებში ხშირად წერია სიტყვები, როგორიცაა მხოლოდ სლავებისთვის, ან ვეძებთ სლავური გარეგნობის კანდიდატებს. იგივე ხდება საცხოვრებელი ბაზარზეც. ამიტომ რთული ხდება არა მხოლოდ სამსახურის პოვნა, არამედ საცხოვრებლის მოძებნაც. რა თქმა უნდა, რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს ეთნიკურ დისკრიმინაციას დასაქმებისას, მაგრამ ასევე გარანტიას აძლევს სიტყვის თავისუფლებას, რაც არაფერს ნიშნავს. თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურები არღვევენ ამ თითქოს კანონს. ქალაქ ჟერინსკის დოკუმენტებმა, რომელიც რუსეთის ქიმიური მრეწველობისთვის მნიშვნელოვანია, აჩვენა, რომ ადგილობრივი მთავრობა ღიად ითხოვდა პოტენციური კონტრაქტორები სლავური გარეგნობის ყოფილიყვნენ. უკრაინაში ომმა, როგორც ჩანს, ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. სოვეტის ცენტრმა, რომელიც რუსეთში ექსტრემიზმს აკვირდება, 2023 წლის გაზაფხულიდან ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის მკვეთრი ზრდა დააფიქსირა. ეს ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში კლების ტენდენციას შეცვალა. არასლავური გარეგნობის მქონე ადამიანები ყველაზე ხშირად ხდებოდნენ ახალგაზრდული ბანდების ასობით თავდასხმის მსხვერპლნი და ძალადობა 2024 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც დამნაშავეები იყენებდნენ იარაღებს, როგორიცაა დანები და გასტეტები. მსხვერპლთა რაოდენობა ჯერ კიდევ ბევრად ნაკლებია, ვიდრე 2000-იანი წლების შუაში. მაგრამ თუ დიაგრამას შეხედავთ, ტენდენციის დანახვას ვერ აირიდებთ. რუსეთის მრავალი უმცირესობა სამხედრო სამსახურს დიდი ხანია განიხილავს როგორც ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობას წინსვლისთვის. ეს ასე იყო ჯერ კიდევ უკრაინაში ომამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური რუსები მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს შეადგენენ, სამხედრო ძალებში დემოგრაფიული სურათი სრულიად განსხვავებულია. 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე უკრაინამ წარმატებული კონტრშეტევები დაიწყო და ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში დიდი ტერიტორიები დაიბრუნა. ამის საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია და რუსეთის სამხედრო რეზერვებიდან მამაკაცები გამოიძახა. თუმცა მობილიზაცია თანაბრად არ განხორციელებულა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოსახლეობის 67% ევროპულ ნაწილში ცხოვრობს, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, ეს რეგიონები ძირითადად დაზოგეს. მობილიზაციის თვირთი არათანაბრად დაეკისრა ეთნიკურ უმცირესობებსა და შორეული რეგიონების მცხოვრებლებს, რაც აგრძელებს შეიარაღებულ ძალებში არსებული უთანასწორობის ხანგრძლივ ტენდენციას. ტენდენცია აშკარა გახდა 2023 წლის ბოლოსთვის, მობილიზაციის პირველი სრული წლის განმავლობაში. 10-დან 6 რუსული რეგიონი, სადაც სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია დაფიქსირებული, მდებარეობს სიბირეში და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. ბურიატიის რესპუბლიკიდან მამაკაცებს სიკვდილის ბევრად უფრო მაღალი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მოსკოველ მამაკაცებს. არა 2-ჯერ, 3-ჯერ, ან თუნდაც 10-ჯერ. არამედ 75-ჯერ. ომის საერთო დანაკარგების 18% სწორედ ამ პატარა შორეული ადგილიდან იყო. რამდენი ადამიანი ცხოვრობს ბურიატიაში? 2021 წლის აღწერის მიხედვით, ბურიატიაში დაახლოებით 972,000 ადამიანი ცხოვრობს. ხოლო მოსკოვის მოსახლეობა კი 12,7 მილიონია.
შეზღუდული სოციალური მხარდაჭერის ინფრასტრუქტურისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელებული ეთნიკური დისკრიმინაციის გამო, რუსეთის ბევრ შორეულ რეგიონში თვითმკვლელობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. მიუხედავად საერთო კლების ტენდენციისა. რუსეთის მთავრობა ბუნებრივია არ არის გამჭვირვალე მონაცემებთან დაკავშირებით, მაგრამ არსებული ანალიზი მძიმე სურათს აჩვენებს. 2017 წელს მამაკაცთა თვითმკვლელობის მაჩვენებელი შორეული აღმოსავლეთის ოლქში 30.9 სახას რესპუბლიკაში, 31.1-ის ხოლო ამურის რეგიონში 40-ის მიაღწია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კამჩატკის რეგიონში დაფიქსირდა და 27.8-ს შეადგენდა. მიუხედავად სისტემური უთანასწორობისა და ერთ სულ მოსახლეზე უფრო დაბალი MŠP-სა, ვიდრე ისეთ რეგიონებში, როგორიცაა რუსეთის შორეული აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ კავკასიაში თვითმკვლელობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ სტანდარტებთან შედარებით ეს მაჩვენებელი მაინც მაღალია და 100,000 მოსახლეზე 11-ს შეადგენს. ეს რუსეთის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ რეგიონებთან შედარებით ნახევარზე ნაკლებია და მნიშვნელოვნად დაბალია მეზობელ სამხრეთის ფედერალურ ოლქთან შედარებით, სადაც მოსახლეობის თითქმის 84% ეთნიკურად რუსია. მაშ რა ხდება? ბევრი რუსი ჯარისკაცისთვის, რომლებიც დაჭრილები არიან, იმედგაცრუებულები და დიდი ქალაქების ცივი მიღებით გაუცხოებულები, საკუთარ რეგიონებში დაბრუნება ხშირად ერთადერთი რეალური გზაა. ეს რეგიონები მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულია, სთავაზობს სოციალურ ერთიანობასა და კულტურულ ნაცნობობას, რაც ქვეყნის სხვა ნაწილებში სულ უფრო იშვიათი ხდება. ამ საზოგადოებებში დაბრუნებულ ვეტერანებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო პენსიებით, რაც უზრუნველყოფს მოგრძალებულ, მაგრამ მნიშვნელოვან ფინანსურ სტაბილურობას. სინამდვილეში დაღუპული ან დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებისთვის გადახდებმა რუსეთის ბიუჯეტის 6% შეადგინა 2024 წელს. თუმცა ბევრი დაბრუნებული ვეტერანისთვის სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაცია კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. მათი მშობლიური რეგიონების ეკონომიკა კვლავ განუვითარებელია, რაც შეზღუდულ შესაძლებლობებსა და მცირე იმედს ტოვებს წინსვლისთვის. ყოველდღიური ცხოვრება სავსეა სახელმწიფოს პროპაგანდით უკრაინაში ომის შესახებ, რაც გონებრივად დასვენების საშუალებას თითქმის არ ტოვებს. უცხოურ მედიაზე წვდომა, რომელიც ერთ-ერთი იშვიათი შესაძლო გამოსავალია, სულ უფრო იზღუდება და ხშირად დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. იზოლაციასა და ერთფეროვნებაში ერთი მუდმივი რამ ყოველთვის ხელმისაწვდომია თითოეულ სახლში. არაკი. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება რუს ჯარიკაცებში იმდენად გავრცელებულია, რომ რუსეთმა მათთვის მისი შეძენა აკრძალა. პრობლემა ბრძოლის ველზე არ მთავრდება. შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რუსეთში. არაკი უნიკალურად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს რუსულ კულტურაში, უფრო მეტად ვიდრე ნებისმიერი სხვა ეროვნული პროდუქტი. და ეს უბრალოდ ზედაპირული სტერეოტიპი არ არის. რუსები მსოფლიოში ყველაზე მეტი რაოდენობით მოიხმარენ არაკს. საშუალო თვიური მოხმარება ერთ ადამიანზე 17.28 ჭიქაა და ეს ჭიქები ქვეყნის მთლიანი ალკოჰოლის მოხმარების 75% შეადგენს. პოლონეთი მეორე ადგილზეა დიდი ჩამორჩენით, 13.71 ჭიქით. ეს ხშირად გინახავთ თქვენს პირად გამოცდილებაშიც, მაგრამ ახლა იწყებთ იმის გაცნობიერებას თუ რამდენად მასშტაბურია პრობლემა. რუსეთს მსოფლიოში ალკოჰოლიზმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ქვეყნის მამაკაცების 16.3% და ქალების 2.6% ალკოჰოლიკია. ეს კი ზოგადად მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი გახდა. დაბრუნდით უფრო შორს დროში და ნახავთ, რომ ეს მაჩვენებლები თითქმის სრულყოფილად ემთხვევა ალკოჰოლის მოხმარების დონეს. როდესაც 1980-იანი წლების შუაში ალკოჰოლის მოხმარება შემცირდა, მას შემდეგ რაც გორბაჩოვმა არაკის წარმოება შეამცირა, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც დაეცა. ისინი კვლავ გაიზარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და მაღალი დარჩა 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე, როცა პუტინის მთავრობამ უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღო. ამ ზომებმა წარმატებას მიაღწია. სანამ COVID-19 პანდემიამ და უკრაინაში შეჭრამ, ალკოჰოლის მოხმარება კვლავ არ გაზარდა. ალკოჰოლის უკონტროლო ბოროტად გამოყენება რუსეთის მაღალი თვითმკვლელობის მაჩვენებლის მთავარი მიზეზია. მამაკაცთა თვითმკვლელობის 74%-ის და ქალთა თვითმკვლელობის 83%-ში სისხლში ალკოჰოლის მაღალი დონე დაფიქსირდა, ხშირად 2-დან 3%-მდე. ერთბაშად ბევრი სმა ყოველთვის კულტურული პრაქტიკა იყო რუსეთში, მაგრამ კიდევ ერთი ასპექტია იქაური ცხექტია იქაური ცხოვრების, რომელიც ცეცხლზე ნავთს ასხამს. ამ თვითმკვლელობათა ბევრი თავიდან ასაცილებელი. რუსეთში თვითმკვლელთა 70% განიცდის ამოსაცნობი ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებს მანამდე, სანამ ამას ჩაიდენენ. მაშ, რატომ მიდის მათგან ასე ბევრი ამ ნაბიჯამდე? ისინი უბრალოდ არასწორ ქვეყანაში დაიბადნენ და არ მიუღიათ არანაირი მკურნალობა. თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევით, მაგალითად ქრონიკული დეპრესიით იტანჯები, რუსეთში უფრო მეტად სტიგმას დაგადებენ, ვიდრე დაგეხმარებიან. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იქ ხშირად თვითონვე გამოწვეულად მიიჩნევენ. ასე ფიქრობენ მეგობრებიც და ოჯახის წევრებიც, მაგრამ ასევე ექიმები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებიც. რადგან ჩამორჩენილ სოფლის რეგიონში ხარ,
დახმარების პოვნა კიდევ უფრო რთული იქნება. ალკოჰოლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა ეკონომიკურ ან ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გასამკლავებლად. ეს სამწუხაროა, რადგან რუსეთში მამაკაცთა თვითმკვლელობების 61%-ში ალკოჰოლი ფიგურირებს და მამაკაცები ბევრად უფრო ხშირად სჩადიან თვითმკვლელობას, ვიდრე ქალები. რუსეთში ყოველ 100,000 მამაკაცზე 30.8 თვითმკვლელობა მოდის. მაშინ როცა ქალებში ეს მაჩვენებელი 5.8-ს შეადგენს. მამაკაცების განელიან, რომ ისინი შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას რუსეთისა და ოჯახის წინაშე. ეს შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ სამხედრო სამსახურს, არამედ საშიშ სამუშაოსაც და მათგან ითხოვენ, რომ უბრალოდ შეეგუონ და განაგრძონ. ხამიდ ჰაგაროვმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის სამყარომა მკვლევარმა განაცხადა, რომ ეკონომიკური პერსპექტივების ნაკლებობა და სულიერი სიცარიელე თავარი მიზეზებია. თუ თვითმკვლელობის მაჩვენებელი რაიმე საზომია რუსეთმა პროგრესი განიცადა 90-იანი წლებიდან, მაგრამ პუტინის გადაწყვეტილებები ყველაფრის უკან დაბრუნების საფრთხეს ქმნის. მომდევნო წლების მონაცემები გვიჩვენებს ნამდვილ ამბავს, რომელსაც რუსები საკუთარ მედიაში ვერ გაიგებენ. მადლობა, რომ დღეს შემომიერთდით. იმედია ვიდეო მოგეწონათ და თუ გსურთ მსგავსი ვიდეოების ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე მათბაგზე. ამერიკა კრიზისშია. ჩამოშლილი გზებიდან და დანგრეული ხიდებიდან დაწყებული წყალდიდობით დათბორილ ქალაქებამდე. საქმე უბრალოდ ცუდად კი არ არის, რეალურად უარესდება. აი სიმართლე იმის შესახებ თუ რატო შეიძლება ამერიკა უბრალოდ იშლებოდეს, პირველ რიგში აშშ უზარმაზარია. გიგანტურია. ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე თითქმის 2800 მილი, ანუ 4500 კილომეტრია. და ეს იმაზე ადრეა, ვიდრე ჰავაიზე ან ალასკაზე მისვლაზე ვილაპარაკებთ. და ეს ზომა მოულოდნელად იწვევს უცნაურ ბიზნეს ფენომენს. კორპორაციების დომინირებას მცირე ბიზნესებზე აშშ-ში. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციები ყველგან აძლიერებენ ბაზრებზე კონტროლს, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ამერიკაში. მცირე ბიზნესებს უზარმაზარი სირთულეები ხვდებათ. 50 სხვადასხვა შტატის კანონებსა და გადასახადებთან გამკლავება, დროის სატყელებთან და გეოგრაფიულად დიდ მანძილებთან გამკლავება. ქვეყნის მასშტაბით გაფართოება ნიშნავს ძვირადღირებულ იურიდიულ და ბუღალტრიულ მხარდაჭერას, ასევე უფრო მაღალ ლოგისტიკურ ხარჯებს. სირთულეებს, რომელთა გადალახვაც დიდ კორპორაციებს მარტივად შეუძლიათ. საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის მიხედვით, ეს დისბალანსი ბევრად ნაკლებად მწვავეა იმ ქვეყნებში, რომლებსაც გეოგრაფიულად მცირე ტერიტორია აქვთ, სადაც ბიზნესის გაფართოება უბრალოდ ნაკლებად რთულია. ქვეყნის ზომა ასევე ქმნის პრობლემას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელების შექმნისას, განსაკუთრებით ქვეყნის მასშტაბით ეფექტური სარკინიგზო მიმოსვლის შემთხვევაში, რაც, როგორც შეამჩნევთ, აშშ-ში რეალურად არ არის განვითარებული სულ მცირე ადამიანებისთვის. საქმეს ისიც არ ამარტივებს, რომ უმეტესობა დიდი მოსახლეობის ცენტრებისას სანაპიროზეა განლაგებული. მათ შორის კი თითქმის 3000 მილი, ანუ 4800 კილომეტრი მიწაა, რაც დაახლოებით იგივე მანძილია, რაც ლონდონსა და ბეირუთს ლიბანში შორისაა. ეს იწვევს იმას, რომ ადამიანები დიდი უპირატესობით ამჯობინებენ საჰაერო მოგზაურობას, ხოლო სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მძიმე დაფინანსების ნაკლებობას განიცდის. შესაძლოა სწორედ ამიტომ ამერიკაში უმეტესობა ამტრაკის მატარებლებისა ჩრდილო-აღმოსავლეთის კორიდორზე, საათში 100-დან 145 მილამდე სიჩქარით მოძრაობს. ეს სიჩქარე შორ მანძილზე მიმავალ მარშრუტებზე 40-დან 50 მილამდე ეცემა საათში. მეორე მხრივ ტრენლაინი აღნიშნავს, რომ ევროპაში ბევრი მატარებელი ხშირად აღწევს საათში 200 მილს, ანუ 320 კილომეტრს. ასე რომ თუ გირჩევნიათ ფრენა, გასაგებია, მაგრამ შეიკარით ხვედი. რადგან თუ ფიქრობდით, რომ მატარებლები ცუდია, მოიცადეთ სანამ აეროპორტებზე გაიგებთ. აეროპორტების საერთაშორისო საბჭო აფასებს, რომ აეროპორტების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაში 42 მილიარდი დოლარის დეფიციტია. ავიაციის კვლევამ Skytrax-თან დაასახელა სოფლიოს აეროპორტების რეიტინგი. და მხოლოდ 6 ამერიკული აეროპორტი მოხვდა საუკეთესო 50-ში, სადაც Houston Hobby ყველაზე მაღალ პოზიციაზე, მხოლოდ 27 ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგისთვის კარგად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის ფინანსურ ძალას, ზომას და სტატუსს მსოფლიოში, უფრო მეტ ამერიკულ ჰაბს ელოდებოდი რეიტინგის სათავეში. მაგრამ თუ ოდესმე 2 საათს გიცდიეთ თითქმის დახურულ ნიუ-იორკის აეროპორტში, სანამ თქვენი თვითმფრინავის მექანიკურ პრობლემას შეაკეთებდნენ, მაშინაც გაიგებდით, რატომ არ არის ასე. რაც მთავარია, პერსონალის დეფიციტია, განსაკუთრებით პილოტებისა და საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების. იცით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ თქვენი თვითმფრინავი ციდან არ ჩამოვარდეს, ან აფრენისას სხვა თვითმფრინავს არ შეეჯახოს. საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოებია, თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ. ერთმა გენერალურმა ინსპექტორმა დაადგინა, რომ 2025 წელს ქვეყნის 26 ყველაზე მნიშვნელოვან აეროპორტიდან 20-ში საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების შპეცჩერების 95%-იან მინიმალურ დონეზე ნაკლები იყო. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე შემდეგ ჯერზე, როცა აფრენას ელოდებით.
მაგრამ ინფრასტრუქტურის პრობლემები აშშ-ში მხოლოდ ავიაციით არ შემოერგლება. სინამდვილეში ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვათ თვითმფრინავის ნაცვლად მანქანით სახვალთ. ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების მიხედვით, აშშ-ის ინფრასტრუქტურამ 2021 წელს C- მიიღო, რაც გაუმჯობესებაა 2017 წლის D+-თან შედარებით. ორივე ისეთი შეფასება, რომელსაც ალბათ მშობლებს დაუმალავდით და ნამდვილად არ არის ის, რაც გსურთ, რომ 330 მილიონი ადამიანის გადაადგილებას ემსახურებოდეს. ASCE-ის მიხედვით, ინფრასტრუქტურის სათანადოდ შენარჩუნებისა და განახლებისთვის საჭიროა 2.6 ტრილიონი დოლარის საინვესტიციო დეფიციტის შევსება. ეს ქვეყანას დაახლოებით 10 ტრილიონი დოლარი დაუჯდება დაკარგული MCP-ის სახით 2039 წლამდე. აშშ-ში ცუდად შეფასებული გზების რაოდენობა მუდმივად იზრდება. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 15.8% იყო, ხოლო 2018 წელს უკვე 22.6%. ეს იწვევს არა მხოლოდ დამატებით საოპერაციო ხარჯებს ავტომფლობელებისთვის, დაახლოებით $725 თითო მძღოლზე 2023 წელს, არამედ უფრო მეტ ავარიასაც, რადგან ადამიანები მოუწესრიგებელ ორმოებით სავსე გზებზე მოძრაობენ. ჩვენი ხიდებით სინგრევა. აშშ-ში ყოველი 3 ხიდიდან ერთს სჭირდება შეკეთება. ან სრულად შეცვლა. იმედია ეს არ არის ის ხიდი, რომლითაც ყოველდილით სამსახურში მიდიხართ. ამერიკის გზებისა და ტრანსპორტის მშენებლების ასოციაციამაც აღნიშნა, ხიდების 7%, ანუ 46,000 ხიდი სტრუქტურულად გაუმართავია. უბრალოდ პატარა სტატისტიკა რო შეგაშინოთ შემდეგ ჯერზე, როცა წყლის ზემოთ 200 ფუტზე ჭრიალა გზის ხიდზე გადადიხართ. აშშ-ის უზარმაზარი ზომა, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურის დიდი რაოდენობა, რომელიც ძალიან იშვიათად დასახლებულ ტერიტორიებზე აშენებული, მოვლა პატრონობას ართულებს. ეს განსაკუთრებით ასეა იმ რაიონებში, სადაც მცირერიცხოვანი მოსახლეობა და კიდევ უფრო დაბალი საგადასახადო ბაზაა, რომლებიც პრიორიტეტად არ განიხილებიან. მაგრამ ამ პრობლემებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს დაანგრევის პირას მყოფი ინფრასტრუქტურა, რომელსაც უნდა მივხედოთ. თუ გსურთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, ბოლოს და ბოლოს ის უფრო იაფია და ეკოლოგიურად სუფთა, შეიძლება არ გაგიმართლოთ. ყველა შეფასებას შორის, რაც აშშ-ს ინფრასტრუქტურა მიიღო, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო. D. არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მაგალითად, ნიუ-იორკის კარგად განვითარებული მეტროს სისტემა, სასწრაფოდ საჭიროებს შეკეთებას. FTA-ის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით დაგროვილი სატრანსპორტო შეკეთებების მოსაგვარებლად მინიმუმ 105 მილიარდი დოლარია საჭირო. შესაძლოა იმიტომ, რომ აშშ-ს ქალაქებში მოქმედი ყველაზე რთული სისტემებიდან ბევრი, ასევე ყველაზე ძველია. ნიუ-იორკის მეტრო და ბოსტონის MBTA ჯერ კიდევ იყენებენ შუა მე-20 საუკუნის ლიანდაგისა და სიგნალის ტექნოლოგიას. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ნახშირითაც კი შეიძლება მუშაობდნენ. საერთო ჯამში აშშ-ს სატრანსპორტო სისტემების მხოლოდ 19%-ს აქვს კარგი მდგომარეობის შეფასება. მაგრამ შესაძლოა, აშშ-ს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი განახლებისა და შეკეთების საჭიროებაზე უფრო დიდი პრობლემაა ის ფაქტი, რომ ამერიკელების 45%-ს საერთოდ არ აქვს ცდომა ტრანსპორტზე. და ჩვენ არ გულისხმობთ კარგ ტრანსპორტს, უბრალოდ ნებისმიერ ტრანსპორტს, მათ შორის ავტობუსებს, რომლებიც თქვენს ქალაქში გადასვლას 5 საათს ანდომებენ. რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ამერიკელს არ აქვს ცდომა ეფექტურ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. შესაძლოა სწორედ ამიტომ 2019 წელს მოსახლეობის აღწერის ბიურომ შეაფასა, რომ მხოლოდ 5% ამერიკელი მუშაკებისა სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამსახურში მისასვლელად. ეს ქმნის რეალურ პრობლემას, რადგან ხომ იცით, აშშ-ში ძალიან დამოკიდებულია ავტომობილებზე. 2021 წელს ამერიკელთა 90%-ზე ოდნავ მეტს ჰქონდა სულ მცირე ერთი ავტომობილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დიდ პრობლემად არ მოგეჩვენოთ, სინამდვილეში ეს ქმნის უზარმაზარ დამატებით ეკონომიკურ ტვირთს და ბარიერს ქვეყნის ბევრ დაბალშემოსავლიან ადამიანისთვის. შედარებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის უფრო ხელსაყრელ ევროკავშირში ადამიანები თავიანთი გადასახადების შემდგომი შემოსავლის დაახლოებით 11%-ს ხარჯავენ ტრანსპორტზე. და რეალურ დოლარულ გამოხატულებაში კიდევ უფრო ნაკლებს. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 16%-მდე იზრდება, რაც კიდევ უფრო კარგად აჩვენებს, რამდენად მეწუხდიან ამერიკელები გადაადგილებისთვის. მაგრამ ავტომობილზე დამოკიდებულების მაღალი ღირებულება მხოლოდ ფინანსური არ არის. ის ასევე სოციალური ხასიათისაცაა. როდესაც საზოგადოებები ასე შორს ცხოვრობენ, მათგან განსხვავებული ადამიანებისგან და აქვთ ძალიან მცირე ურთიერთობა, პოლიტიკური პოლარიზაცია მნიშვნელოვნად იზრდება. შეიძლება იფიქროთ, ხომ არ გახდა მთელი მსოფლიო პოლარიზებული ინტერნეტის გამო? დიახაც და არა. შეიძლება ინტერნეტი იმდენად დამნაშავე არ იყოს, როგორც გონიათ. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ პოლარიზაცია აშშ-ში გაცილებით უფრო უკიდურესი გახდა, ვიდრე მსგავს დემოკრატიებში. 1978 წლიდან 2016 წლამდე ამერიკელებს ეკითხებოდნენ, რამდენად მაღალ შეფასებას აძლევდნენ საკუთარი პარტიის წევრებს სხვა მთავარ პარტიასთან შედარებით. ქულა შეიცვალა 27 პუნქტიდან 45.9 პუნქტამდე.
ქულები ასევე გაიზარდა კანადაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში, მაგრამ გაცილებით ნიტნაკლებად. ნორვეგიაში, ავსტრალიასა და შვედეთში პოლარიზაცია ფაქტობრივად შემცირდა. ბრანდის ანალიზმა აჩვენა, რომ პოლარიზაციის ზრდის 30% აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოწვეულია ამომრჩევლების ნებაყოფლობითი გეოგრაფიული დაჯგუფებით. მათნაირი ადამიანების სამეზობლოებში და ამერიკის სოფლის რეგიონებში, სადაც როგორც ინფრასტრუქტურა, ისე სამართალდამცავი ორგანოები თავიანთ შესაძლებლობების ზღვარზე არიან, შედეგები განსაკუთრებით მკვეთრი შეიძლება იყოს. რაც შეეხება დანაშაულს, აშშ-ის ძალიან იშვიათად დასახლებულ და ხშირად რთულად მისადგომ სოფლის რეგიონებში ზოგიერთი თემის პატრულირება თითქმის შეუძლებელია. სამწუხაროდ, ეს განსაკუთრებით მართალია ამერიკელი ინდიელების რეზერვაციებში, სადაც როგორც წესი არ აქვთ საკმარისი ფინანსები იმისთვის, რომ დაიქირავონ იმდენი პოლიციელი, რამდენიც საჭიროა უზარმაზარი ტერიტორიების საპატრულოდ. ეს ასევე აშკარაა ალასკაში, სადაც ბევრი თემი მხოლოდ ვერტმფრენით ან ძაღლების მარხილით არის მისადგომი. მაგალითად, 2005 წელს ალასკის სოფელ ნუნამ იკვაში ერთმა კაცმა მეგობარს დაესხა თავს. ცოლის ცემა და შემდეგ გერსაც დაესხა თავს. ადგილობრივებმა უახლოეს პოლიციას დაურეკეს, რომელიც ბეთელში 155 მილი, ანუ 250 კილომეტრი იყო დაშორებული. მათ თვითმფრინავის დაქირავება მოუხდათ, რომ 4 საათის შემდეგ ჩასულიყვნენ. ალამოში, ნიუ-მექსიკოში, ნავახოსერის ერთ-ერთ თემში პოლიციის საშუალო რეაგირების დრო 3 საათია. სოფლის რეგიონებისთვის დაფინანსების მუდმივი ნაკლებობა და აშშ-ის სოფლის ტერიტორიების ფართო გავრცელება და მიუწვდომლობა ამ პრობლემას რთულად გადასაჭრელს ხდის. მაგრამ მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოება არ არის პრობლემა. საბაზისო ციფრული წვდომაც აკლია და თანამედროვე სამყაროში ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. აშშ-ის სოფლის ცხოვრების უკიდურესად გაფანტული ხასიათი და ინფრასტრუქტურაში შედარებით მცირე ინვესტიციები ასევე იწვევს მუდმივ უთანასწორობას თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სერვისში ინტერნეტში. 2015 წლიდან ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ ფართოზოლოვანი ინტერნეტი განსაზღვრა, როგორც კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 25 მეგაბიტი წამში ჩამოტვირთვის სიჩქარეს და მინიმუმ 3 მეგაბიტი წამში ატვირთვის სიჩქარეს. შემდეგ წელს ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაშინ როცა ურბანულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების 4%-ს არ ჰქონდა ფართოზოლოვანი ინტერნეტი, რომელიც ამ ძირითად სტანდარტებს აკმაყოფილებდა, სოფლის ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის 39%-ს არ ჰქონდა იდივე საიმედო ფართოზოლოვანი ინტერნეტზე ცდომა, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს. სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც ბანკებიდან, მაღაზიებიდან და სამთავრობო ოფისებიდან შორს ცხოვრობენ, ყველაზე მეტად ისარგებლებდნენ საიმედო ინტერნეტით, რათა შეუკვეთონ სასაჭირო ნივთები, მიიღონ სერვისები და ონლაინ მოაგვარონ სხვადასხვა საქმეები. თუმცა ხშირად სწორედ მათ აქვთ ყველაზე ნაკლები წვდომები ცდომა ინტერნეტზე. 2021 წელს ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ 14 მილიონ ამერიკელს, ძირითადად სოფლის რეგიონებში, არ აქვს ცდომა არც ერთ ფართოზოლოვან ქსელზე. და ფედერალური კომუნიკაციების კომისიის შეფასება მინიმალური იყო. სხვა ანგარიშებმა აჩვენა, რომ თითქმის 3-ჯერ მეტი ადამიანი არ აქვს ცდომა სანდო ინტერნეტზე. მაშინ, როცა თანამედროვე ტექნოლოგიები ვერ აღწევს ზოგიერთ საზოგადოებამდე, დისკრიმინაციის ძველი სისტემები განზრახ აგრძელებს სხვების შეჩერებას. 1930-იანი წლებიდან დაწყებული redlining-ი იყო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შავკანიანთა უმრავლესობისა და სხვა უმცირესობებით დასახლებულ რაიონებს სახიფათოდ ნიშნავდნენ. ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ მათთვის უარი ეთქვათ იპოთეკებსა და დაზღვევაზე, რის შედეგადაც მაცხოვრებლებს არ შეეძლოთ სახლის შეძენა და ქონების დაგროვება. ამან ასევე გამოიწვია ინვესტიციების შემცირება ამ თემებში და დაბალშემოსავლიანი მუშაკები, განსაკუთრებით შავკანიანი მუშაკები, დააშორა საშუალო კლასსა და მდიდრებს. სამწუხაროდ, redlining-ის შედეგები დღესაც გრძელდება, რაც იწვევს გეოგრაფიულ და ეკონომიკურ უთანასწორობას. ჰარვარდის კენედის სკოლის პროექტმა დაადგინა, რომ 1930-იან წლებში საშიშად მიჩნეული უბნების 74% დღესაც დაბალ ან საშუალო შემოსავლის მქონეა. ამასობაში საუკეთესო უბნების 92% საშუალო ან მაღალი შემოსავლის მქონეა. ჩვენ კვლავ ხედავთ, რომ საშიშად მიჩნეული უბნების 64% უმრავლესად უმცირესობებითაა დასახლებული. მაშინ როცა საუკეთესო უბნების 91% უმრავლესად თეთრკანიანებითაა დასახლებული. ეს გეოგრაფიული უთანასწორობა მხოლოდ საცხოვრებელზე არ მთავრდება. ის ასევე ვრცელდება იმაზე, რამდენს უწევთ ადამიანებს დახარჯვა მხოლოდ იმისთვის, რომ სამსახურში, სკოლაში ან სასურსათო მაღაზიაში მივიდნენ. ტრანსპორტზე დახარჯული თანხა ყველასთვის ერთნაირი არ არის. ევროკავშირში ტრანსპორტზე შემოსავლის უფრო დიდი ნაწილის დახარჯვა როგორც წესი უკავშირდება იმას, რომ ადამიანს თავიდანვე უფრო მაღალი შემოსავალი აქვს. ყიდუობს რამდენიმე უფრო ძვირად ღირებულ მანქანას და ასე შემდეგ. აშშ-ში კი ყველაფერი პირიქითაა. 2022 წლის მონაცემებით დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები ქვეყანაში თავიანთი გადასახადების შემდგომი შემოსავლის დაახლოებით 30%-ს ტრანსპორტზე ხარჯავენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ხშირად სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ იყიდონ მანქანა და გადაიხადონ საწოლში და დაზღვევაში, რაც ძლივს შეუძლიათ.
ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომა არ აქვს. ეს ასევე ძალიან ართულებს ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე მუშაკებისთვის ქონების დაგროვებას, ან თუნდაც ფინანსურად თავის გადანას. ამას სხვა პრობლემებიც მოხვდება. მაგალითად, 2023 წელს აშშ-ო იყო მეორე ყველაზე მაღალი დამაბინძურებელი ერთ სულ მოსახლეზე რუსეთთან შემდეგ. საერთო ჯამში 18 მეტრული ტონა ნახშირორ ჟანგის ემისიით ერთ სულ მოსახლეზე. და ტრანსპორტიდან გამომავალი სათბურის აირების ემისიები შეადგენს აშშ-ის საერთო სათბურის აირების ემისიების 28%-ს. ამასთან საავტომობილო ტრანსპორტი ამ მაჩვენებლის 83%-ს შეადგენს. მეორე მხრივ, იაპონიაში, ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელები კარგად არის განვითარებული, ერთ სულ მოსახლეზე ემისიები ბევრად დაბალია. 7,59 მეტრული ტონა. და ამ დაბალი ემისიების მხოლოდ 19% უკავშირდება ტრანსპორტს. სამწუხაროდ, თუ ქვეყნის საბაზისო ინფრასტრუქტურა მასშტაბურად არ განახლდება, აშშ-ში ავტომობილებზე დამოკიდებულება გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს სმოგისა და დაბინძურების პრობლემას. საცობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აშშ-ში მოძრაობის საშინელი საცობებია. ტრანსპორტის ანალიტიკური კომპანია INRIX-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, გზებზე საცობებმა აშშ-ის ეკონომიკას იმ წელს 87 მილიარდი დოლარი დაუჯდა. და ეს ჯერ კიდევ არ ითვლის იმ ზიანს, რომელსაც თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა განიცდის, როცა თქვენს წინ კოპი ტელეფონზეა და მწვანე შუქნიშანს გაცდენინებთ. მაგრამ საცობები ლოგიკურია იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფრისთვის მანქანაში უნდა ჩაჯდე. სუპერმარკეტში, აფთიაქში, საბავშვო მოედანზე, ადგილობრივ სკოლაში და ოფისში წასვლა ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ გზაზე ყოველთვის ბევრი მანქანაა. 2019 წელს აშშ-ში საშუალო მგზავრობის დრო ერთ გზაზე 27.6 წუთი იყო. და 2022 წელს AAA-ის ამერიკული მართვის კვლევის მიხედვით, ძღოლები დღეში საშუალოდ 2.44 მგზავრობას ახორციელებდნენ და საჭესთან ყოველდღიურად 60.2 წუთს ატარებდნენ. ამ საათებიდან, რაც საჭესთან ატარებდნენ, 53 საათი საცობის გამოიყო. INRIX-ის სატრანსპორტო ანალიტიკური კომპანიის მიხედვით. ეს ნიშნავს სრულ სამუშაო კვირას, ან სრულ შაბათ-კვირას, თქვენი ცხოვრებიდან ყოველ წელს. მაგრამ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა არ არის მიზეზი, რის გამოც აშშ-ო ავტომობილებზეა დამოკიდებული. მთელი ქვეყანა ავტომობილებზეა აგებული. აშშ-ში სრულიად არ არის ფეხით სავალი ქალაქები. რაც არა მხოლოდ ავტომობილებს ხის აუცილებელად, არამედ ნელ-ნელა გვკლავს როგორც სოციალურად, მალე ნახავთ რატომ, ასევე ფიზიკურადაც. 2024 წლის კვლევამ, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ მსოფლიოს 50 ყველაზე ფეხით სავალ ქალაქს შორის ამერიკული ქალაქები საერთოდ არ მოხვდნენ. ქალაქების უმეტესობა ევროპასა და აზიაში იყო და თუნდაც ცნობილი ფეხით სავალი ნიუ-იორკის სიიდან ამოიღეს, რადგან მართალია მანჰეტენი შეიძლება იყოს ფეხით სავალი, მაგრამ სხვა რაიონები არა იმდენად. არ არის გასაკვირი, რომ National Geographic-ის Green Desk-ის კვლევამ აჩვენა, რომ 17 მდიდარ ქვეყანას შორის ამერიკელები ყველაზე ნაკლებად დადიან ფეხით. სხვა კვლევამ მდგრადობის საკითხში აჩვენა, რომ მხოლოდ 12%. ამერიკაში ყველა მგზავრობის მხოლოდ 12% ფეხით სრულდება. ძირითადად საშინელი ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურისა და ქალაქის დაგეგმარების გამო. ეს ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ისეთი ქვეყნების ფეხით სიარულის მაჩვენებელი, როგორიცაა ფინეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. ეს კარგი არ არის ქვეყნისთვის, რომელსაც სიმსუქნის მზარდი მაჩვენებლები და ფიზიკური აქტივობის დაბალი დონე აქვს. და როგორც ამერიკის მედიცინის ჟურნალი აღნიშნავს, ფიზიკური უმოქმედობის გამო ქვეყანა ყოველწლიურად მინიმუმ 24 მილიარდ დოლარს გარგავს დამატებით ჯანდაცვის ხარჯებში. სხვა პრობლემა, რომელიც საფეხმავლო გარემოს ნაკლებობას ახლავს, კლავის გავლენაა, რაც მას მცირე ბიზნესებზე აქვს. თუ ყველაფერი მანქანით მისასვლელია, ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ჯობია 20 წუთი იარონ მანქანით დიდ მაღაზიამდე. მაგალითად Walmart-ამდე ან Kroger-ამდე, სადაც არჩევანი უფრო დიდია ვიდრე ფეხით 5 წუთში მივიდნენ ადგილობრივ პატარა მაღაზიაში. ეს განსაკუთრებით გავრცელებულია სოფლის რეგიონებში, სადაც დიდმა ქსელებმა მთლიანად გაანადგურეს ადგილობრივი ბიზნესები არაერთ თემში. Wisconsin-ის უნივერსიტეტმა Madison-ში დაადგინა, რომ პატარა მაღაზიებს ან რესტორნებს, როგორც წესი, არ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ ქსელურ კომპანიებს რეკლამაში, მაგრამ მათ უკეთესად შეუძლიათ მუშაობა, თუ უკვე დატვირთულ ქუჩაზე მდებარეობენ. დამატებით, ფეხით მოსიარულეები და ველოსიპედისტები ერთ თვეში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე ავტომობილით მგზავრები. და ის უბნები, რომლებიც ფეხით გადაადგილებისთვის არის გაკუთვნილი, როგორც წესი, უკეთ დაფინანსებული სკოლები აქვთ. ისეთები, რომლებსაც ჩვეულებრივ მხოლოდ უფრო შეძლებული ოჯახები იყენებენ. რადგან განსხვავებით სხვა ბევრ მდიდარ ქვეყანასთან, აშშ-ში, სადაც დაიბადები, ხშირად ბევრად უფრო დიდ როლს თამაშობს იმ განათლების ხარისხში, რომელსაც მიიღებ, იმ ჯანდაცვაში, რომელიც ხელმისაწვდომია შენთვის და იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებშიც, რომელთა მიღებაც შეგიძლია. სკოლების დაფინანსება აშშ-ში დიდწილად გეოგრაფიაზეა დამოკიდებული, რადგან საჯარო განათლებისთვის თანხები ხშირად ქონების გადასახადებიდან მოდის.
ეს ნიშნავს, რომ უფრო მდიდარი რაიონები ბევრად უფრო მეტ ახერხებენ დააბანდონ თავიანთ სკოლებსა და ბავშვებში, ვიდრე ღარიბი რაიონები. ეს ქმნის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე უთანასწორობას სკოლების დაფინანსებასა და საგანმანათლებლო შედეგებში მდიდარ ქვეყნებში. შესაძლოა სწორედ ამიტომ, როგორც New York Times-მა დაადგინა, ყველაზე მდიდარი სკოლის რაიონების მოსწავლეები ხშირად 4 კლასით უსწრებენ ყველაზე ღარიბი რაიონების მოსწავლეებს. ეს განსხვავება ძალიან რთულია მოგვიანებით ცხოვრებაში დაძლიო. ASHS-ს როგორც ჩანს, არ აწუხებს ის ფაქტი, რომ ყველას მანქანის ყოლა სჭირდება. ძირითადად იმიტომ, რომ ეს საშუალებას აძლევს მათ ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია, იმავე არასაკმარის დონეზე დატოვონ, რაც ახლაა. მიუხედავად იმისა, რომ ASHS-ში როგორც ჩანს ყველაფერს სჭირდება შეკეთება, ASHS-ო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში ნაკლებს აბანდებს, ვიდრე უმეტესობა სხვა მდიდარი ქვეყნების. MSHS პროცენტულად. საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და იაპონია ყველა წინ მიიწევს, ხოლო ჩინეთი პირველ ადგილზეა. ASHS-ში საშუალო წლიური ინვესტიციის 0.5%-თან შედარებით, დიდი ბრიტანეთი აბანდებს 0.9%-ს. იაპონია 1.1%-ს, ხოლო ჩინეთი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში MSHS უზარმაზარ 4.8%-ს აბანდებს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ 2030 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობის ნახევარი ამდენი ინვესტიციის შედეგად ელექტროსაჰაერო მატარებლებით ივლიან. მაგრამ დანგრეული გზები ერთადერთი პრობლემა არ არის. ამერიკის მოძველებული ენერგოსისტემა ავარიის ზღვარზეა და ეს ყველას ეხება. ენერგოსისტემები ASHS-ში სერიოზულად გადატვირთულია და მათი ხარისხი შტატების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამერიკის პოლიტიკური სტრუქტურის გამო. ეს შეიძლება ხსნიდეს, რატო ხდება ამერიკის ენერგოსისტემაში უფრო მეტი გათიშვა, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ენერგეტიკის დეპარტამენტის მიხედვით, გადამცემი ხაზების 70% 25 წელზე მეტისაა. როგორც წარმოიდგენთ, საზოგადოებაში, რომელიც სწრაფად იღებს ხელოვნურ ინტელექტს, ენერგიის მოთხოვნები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე იმათთან, ვინც 20 წუთს ელოდა ინტერნეტთან დაკავშირებას. ეს ნიშნავს, რომ განახლებების ნაკლებობა რეალური პრობლემაა. ძლიერი ამინდი, როგორიცაა კალიფორნიაში ბოლო ხანძრები, ან 2021 წლის თოვლიანი ქარიშხალი ტეხასში, შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე დღიანი ელექტროენერგიის გათიშვა. რის შედეგადაც მოსახლეობა რჩება ელექტროენერგიის, გათბობისა და კომუნიკაციების გარეშე. ამ ელექტროენერგიის გათიშვებმა ამერიკულ ბიზნესებს ყოველწლიურად 150 მილიარდი დოლარი უჯდებათ. გარდა იმისა, რომ იწვევს შეფერხებებს და ზოგჯერ პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. და ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული გეოგრაფია და უზარმაზარი ზომა, განსაკუთრებით კი ის, რომ უფლებამოსილების დიდი ნაწილი შტატებისთვის არის გადაცემული, ასევე არის ამ შთამბეჭდავი ინვესტიციების ნაკლებობის მიზეზი. უმეტეს ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარჯებს ეროვნული დონე ფარავს. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები ინფრასტრუქტურის ხარჯების უმეტეს ნაწილს შტატების მთავრობის მთავრობებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ანდობს. 2020 წელს ესეთი ინვესტიციის ნახევარზე ნაკლები ფედერალური მთავრობისგან მოდიოდა. სამწუხაროდ, ბევრ პატარა ადგილობრივ მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ დიდი სატრანსპორტო ქსელებში დააბანდოს თანხები, რომელთა უმეტესობასაც მუნიციპალიტეტებსა და შტატებს შორის თანამშრომლობა სჭირდება. საერთოდ რომ არ ვახსენოთ, ყველაზე ღარიბი სოფლის და ქალაქის რაიონები, რომლებიც ყველაზე მეტად ისარგებლებდნენ ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თავიანთ ადგილობრივ მთავრობებს ბევრ საგადასახადო შემოსავალს ვერ აძლევენ. ეს ნიშნავს, რომ მათი მთავრობები ყველაზე ნაკლებად შეძლებენ ასეთი ინფრასტრუქტურისთვის თანხის გამოყოფას. ეს ქმნის უსასრულო მანკიერ წრეს, სადაც ღარიბი რაიონები ღარიბებად რჩებიან იმის გამო, რომ არ აქვთ საკმარისი თანხა იმ ბარიერების დასაძლევად, რომლებიც სიღარიბიდან გამოსასვლელად არის საჭირო. მაგრამ ამერიკის ქალაქების პრობლემები ამაზე ბევრად ცდება. ASHS-ში ურბანული გაფანტულობის გავრცელება, რაც ნიშნავს ქალაქების უკონტროლო გაფართოებას მიმდებარე სოფლის ან განუვითარებელ მიწებზე, გასაოცარია. ეს იწვევს მრავალ პრობლემას, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ პირველი მათგანი გარემოსთან არის დაკავშირებული. და ეს მხოლოდ გაუარესდება, რადგან ამერიკის ქალაქები სწრაფად ფართოვდება. ASHS-ში სატყეო სამსახურის მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 2060 წლისთვის ურბანული და განვითარებული მიწების ფართობი ASHS-ში 41-დან 77%-მდე გაიზრდება. ეს გამოიწვევს 16-დან 34 მილიონ აკრ ტყის დაკარგვას შეერთებული შტატების მომიჯნავე 48 შტატში. ეს ცუდი ამბავია ყველასთვის, ვინც შეერთებულ შტატებში იმედოვნებს, რომ სუფთა ჰაერს ისუნთქებს და ამავდროულად გარშემო ექნება დიდი ნახშირბადის ფშტანთქმელი, რომელიც კლიმატს დაარეგულირებს. ქალაქის გაფართოება ასევე ზრდის ინფრასტრუქტურის ხარჯებს და ამასთან ერთად გადასახადებსაც. ბევრად იაფი და ეფექტურია წყლისა და ენერგიის მიწოდება. კომპაქტურ, ფეხით სასიარულო უბანში, ვიდრე იმავე კომუნალური სერვისების გაფანტულ გარეუბნებამდე გაყვანა.
სადაც სახლები ერთმანეთისგან შორსაა და დამატებითი მილებისა და სადენების კილომეტრებია საჭირო. ახალი კლიმატური ეკონომიკის მიხედვით, დამატებითი ინფრასტრუქტურის აშენება, შენარჩუნება და ექსპლუატაცია 10-დან 40%-მდე უფრო ძვირი ჯდება. საერთო ჯამში ურბანული გაფანტულობა აშშ-ს წელიწადში დამატებით $1 ტრილიონ-მდე უჯდება. ხოლო გაფანტულ უბნებში მცხოვრებნი საშუალოდ $625 მილიარდი დამატებითი ხარჯი ეკისრებათ. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ყველა მცხოვრები და ბიზნესი საბოლოოდ დამატებით $400 მილიარდ იხდის გაფანტული უბნების დასასუბსიდირებლად. როგორც წარმოიდგენთ, ამ გაფანტულობის დამატებითი ხარჯი მთლიანად აჭარბებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებს. ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის კიდევ ერთმა ანგარიშმა გაფანტულობის ხარჯი კიდევ უფრო მაღალი დაადგინა და აჩვენა, რომ აშშ-ში გაფანტული განაშენიანება ინფრასტრუქტურის 1 სულზე დანახარჯებს 50%-ით ზრდის. რაც საჯარო სახსრებს არსებულ უბნებს აშორებს, ზიანს აყენებს საზოგადოებებსა და ველურ ბუნებას და საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო მომავალს. ისტორია. ამ დამატებითი ხარჯის ნაწილი კომპენსირდება იმით, რომ ნაკლები თანხა მიდის თქვენი თემის სკოლებში, საჯარო სივრცეებსა და სხვა სერვისებში. აბა, როგორ იფარება ამ გაზრდილი ხარჯების დანარჩენი ნაწილი? ნახეთ თქვენი შემდეგი ქონების გადასახადის ანგარიში. ხუმრობთ. ეხლა უკვე აღარავის შეუძლია იყიდოს სახლი და გადაიხადოს ქონების გადასახადი. ურბანული გაფანტვა ასევე გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ შფოთვა და დეპრესია მთელ მსოფლიოში იზრდება, შეერთებული შტატები როგორც ჩანს, უფრო მეტად არის დაზარალებული. განსაკუთრებით გარეუბნებში მცხოვრები ადამიანები. კვლევებმა თავდაპირველად აჩვენა, რომ აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ურბანულ ზონებში მცხოვრებ ადამიანებს დეპრესიის განვითარების რისკი 99%-ით მაღალი აქვს. მაგრამ, როდესაც მკვლევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლეს, სად იყო დეპრესია ყველაზე მეტად კონცენტრირებული, მათ რაღაც გასაკვირი აღმოაჩინეს. მჭიდრო ურბანულ ზონებში დეპრესიის მაჩვენებლები დაახლოებით იგივე იყო, როგორც სოფლებში. ყველაფრის გათვალისწინებით საკმაოდ საშუალო მაჩვენებელი იყო. მაშ, სად ხდებოდა ეს ზრდა? ის თითქმის მთლიანად იმ ადგილებში იყო, რასაც კვლევა საშუალო სიმჭიდროვის დაბალსართულებიან ზონებს უწოდებს. მაგრამ თქვენ ამას უფრო კარგად იცნობთ, როგორც გარეუბნებს. აი ესე დაიმსხვრა სერიალებსა და ფილმებში ნაჩვენები იდილიური გარეუბნების მითი. საუბარი რომ გავაგრძელოთ გარეუბნების პრობლემებზე, ნიმბის, ანუ არაჩემს ეზოში დამოკიდებულება არსებობს შეძლებულ უბნებში მთელ მსოფლიოში. მაგრამ აშშ-ს პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის თავისებურებები ან დამოკიდებულებას საშუალებას აძლევს დაბლოკოს განვითარება და ახალი სახლების აშენება. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს ურბანულ გაფანტვას და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის დობის დიდი ქალაქებიდან და სასურველი მიწებიდან გაძევებას. ამ თავისებურებებში შედის ის ფაქტი, რომ ბევრი ადგილობრივი ზონირების წესი დაწერილია უბნის დონეზე და სახლის მფლობელთა ასოციაციებს აქვთ გასაოცარი ძალაუფლება თავიანთი უბნების რეგულირებისთვის. ბევრი ადგილობრივი ზონირების რეგულაცია ეკრძალავს 2, 3 და 4 ბინიანი სახლების და თუნდაც პატარა ნაკვეთზე ერთოჯახიანი სახლების აშენებას. რათა მიღწეულ იქნას ერთგვაროვანი დიდი სახლისა და დიდი ეზოს იერი. თუმცა 2021 წელს აშშ-ში დაფიქსირდა 7.300.000 ხელმისაწვდომი სახლისა და იჯარის ერთეულის დეფიციტი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რა მიზეზებიც არ უნდა კონდეს გავრცელებულ ნიმბიზმს, ის იწვევს ბევრ ძალიან რეალურ პრობლემას. 2024 წლის იანვარში აშშ-ში 771.000 ადამიანი უსახლკაროდ იყო დარჩენილი. ეს წინა წელთან შედარებით 18%-იანი ზრდაა, ხოლო იმ წელთან შედარებით უსახლკარობა 12%-ით იყო გაზრდილი. სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მასიური დეფიციტი აშშ-ში უსახლკარობის კრიზისს ქმნის, სადაც რიცხვები ექსპონენციალურად იზრდება და სავარაუდოდ რეალური მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია. უმეტესობა იმ ადამიანებისა, ვინც უსახლკაროდ არის დარჩენილი, მაგრამ ოჯახთან ან მეგობრებთან ცხოვრობს, არ მიმართავს საზოგადოებრივ თავშესაფრებს და არც საკუთარ თავს აფიქსირებს უსახლკაროდ. ამერიკელების უმეტესობას კვლავ ეზოიანი ცალკე მდგომი სახლი მიაჩნია იდეალურ საცხოვრებლად და მასზე ოცნებობს. რაც წარმატების და ამერიკული ოცნების მიღწევის ნიშანია. 60% ამერიკელს ცალკე მდგომ სახლში ცხოვრობს, მაშინ როცა ევროკავშირის მოსახლეობის მხოლოდ 35% ასეთ პირობებში და მთლიანად ამერიკელთა 76% ამჯობინებს ცალკე მდგომ სახლს. ეს შეზღუდავს საცხოვრებელი ბინების მიწოდებას კებას კულტურულ დონეზეც კი, რადგან ბევრი ამერიკელი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება მრავალბინიანი სახლებისა და ინოვაციური საცხოვრებლის განვითარებას, რაც საცხოვრებელი ბინების დეფიციტს იწვევს. არასახარბიელოა ისიც, რომ ზოგიერთი სერვისი, რომელსაც მუნიციპალიტეტები უნდა აწვდიდნენ გაფანტულ დასახლებებს, მაგალითად წყალი, უკვე სწრაფად მოძველებულ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული. წყლის მილები და ფილტრაციის სისტემები იმდენად საჭიროებს მოვლას, რომ EPA-ის მიხედვით ყოველდღიურად 6 მილიარდი გალონი დამუშავებული წყალი იკარგება. ეს თითქმის 10-ჯერ აღემატება იმ წყლის მოცულობას, რაც გიზას პირამიდაში დაეტეოდა. თუმცა აშშ-ს დასჭირდება 45-დან 60 მილიარდ დოლარამდე, რათა შეცვალოს და შეინარჩუნოს თავისი 2 მილიონზე მეტი მილის სიგრძის სისტემა.
მიწისქვეშა წყლის მილების. რაც ნიშნავს, რომ შეიძლება წყალი მოდიოდეს მილებიდან, რომლებიც ჯაზის ეპოქაშია დამონტაჟებული და მათი განახლება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. ასე რომ წარმატებები გაჟონოებთან. ზოგიერთ ადგილს აშშ-ში ნამდვილად სჭირდება იმდენი წყალი, რამდენიც შეუძლიათ მიიღონ მაგალითად ფენიქსს და ლას-ვეგასს. ორ ქალაქს, რომლებიც ეკოლოგიური თვალსაზრისით საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან უდაბნო არასდროს იყო განკუთვნილი მილიონობით ადამიანის მჭიდრო ცხოვრებისთვის. და მაინც ისინი ამჟამად აშშ-ში ყველაზე სწრაფად მზარდი ორი ქალაქია, სადაც ფენიქსი მოსახლეობის რაოდენობით მეხუთე უდიდეს ქალაქად იქცა ქვეყანაში. პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა ამოწურავს მტკნარი წყლის რესურსებს და შეზღუდულ მიწისქვეშა წყლებს, რაც, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ადამიანის სიცოცხლის მასშტაბით აღარ შეივსება, როცა ერთხელ ამოიწურებ. ეს ლამაზად ნათქვამია იმის შესახებ, რომ თუ ფენიქსში წყალი გამოგელია, სანამ მოკვდები, ახალ წყალს ვეღარ მიიღე. და ალბათ ამიტომაც ფენიქსმა 2023 წლის შუაში უარი თქვა მეტროპოლიტენის პერიფერიაზე ახალი საცხოვრებლების აშენებაზე, იმ მიზეზით, რომ მათთვის საკმარისი წყალი არ იყო. ხალხი კვლავ მიედინება ლას-ვეგასსა და ფენიქსში. ნაწილობრივ იმიტომ, რომ იქ უძრავი ქონება შედარებით ხელმისაწვდომია სანაპირო ქალაქებთან შედარებით. რა თქმა უნდა, იმის მიზეზი, რომ უძრავი ქონება შედარებით ხელმისაწვდომია, ისაა, რომ ისტორიის განმავლობაში უმეტესობამ სრულიად გონივრული და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. ის, რომ მათ არ სურდათ ცხოვრება უდაბნოს შუაგულში, ისეთ ადგილას, სადაც ზაფხულში ტემპერატურა ხშირად 100 ფარენჰეიტს აჭარბებს. სამწუხაროდ, ცხოვრების ხარჯების კრიზისმა გონივრულ გადაწყვეტილებებს დიდი ხმის წინ აჯობა. და ეს უფრო დიდ პრობლემად იქცევა, რადგან 5 ყველაზე სწრაფად მზარდი შტატი, ფლორიდა, ტეხასი, იუტა, სამხრეთ კაროლინა და ნევადა, შეიცავს კლიმატის ცვლილების 2 ყველაზე მაღალი რისკის ზონას. ფლორიდასა და სამხრეთ კაროლინას. ტეხასიც ბევრად უკან არ არის. მე-7 ყველაზე მაღალი რისკის მქონე შტატია. კალიფორნია, არიზონა და ნევადა ომში არიან. ეს წყლის ომია, მაგრამ არა ის, სადაც ისინი მხიარულად დარბიან და ერთმანეთს წყლის პისტოლეტებით ესვრიან. ეს პირდაპირი ბრძოლაა იმისთვის, ვის ექნება მეტი წყლის რესურსებზე წვდომა. და შესაბამისად, ვინ შეძლებს მომავალში უფრო მეტ მოსახლეობასა და სოფლის მეურნეობას დაუჭიროს მხარი, სანამ ყველაფერი საბოლოოდ არ ამოიწურება. სამივე შტატი იღებს წყალს კოლორადოს მდინარის აუზიდან და სამივე შტატს სინამდვილეში ბევრი წყალი არ აქვს, მაგრამ ბევრი მოსახლეობა ჰყავთ და ზოგ ადგილას სოფლის მეურნეობაც აქვთ. 2023 წელს მათ ნებაყოფლობით შეამცირეს მათთვის განკუთვნილი მდინარის ნაკადის 14%. რათა თავიდან აეცილებინათ უფრო სერიოზული შემცირებები, რომლითაც მელიორაციის ბიურო ემუქრებოდა. ეს ძირითადად გააკეთეს იმით, რომ ფერმერებს გადაუხადეს რამდენიმე წლის განმავლობაში მიწის დაუმუშავებლად დატოვებისთვის, რათა მათ მაინც მიეღოთ ფული და უმეტეს ცხოვრებლებს წყლის მოხმარება არ შეზღუდოდათ. მაგრამ სამხრეთ-დასავლეთში წყლის მოხმარების პრობლემა არ ქრება. 2022 წელს მიდის ტბაზე, რომელიც კოლორადოს მდინარის აუზის ნაწილია. წყლის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საოცრად წვიმიანმა სეზონმა დროებით გადაარჩინა მდგომარეობა. მაგრამ ახლა წყლის დონე ისევ სწრაფად იკლებს ხშირი გვალვებისა და გაზრდილი წყლის მოხმარების გამო. და მოსალოდნელია, რომ 2027 წლის მაისისთვის წყლის დონე თავის წინა ისტორიულ მინიმუმსაც ჩამოსწდება და ზღვის დონიდან მხოლოდ 1000 ფუტზე ოდნავ მაღლა იქნება. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი წყლის რესურსი ქვეყანაში, რომელიც სწრაფად ილევა. გვალვებმა აშშ-ის დიდი ნაწილი დააზარალა და წყლის რესურსები აღარ განახლდება. 2022 წელს კოლორადოს მდინარე მხოლოდ თავისი ისტორიული საშუალოს 50%-ით მიედინებოდა, რაც მას აშშ-ში ყველაზე რისკის ქვეშ მყოფ მდინარედ აქცევს. ასევე სწრაფად შრებოდა რიო გრანდეც. ერთად ეს ორი მდინარე სასმელი წყლით ამარაგებს 59 მილიონ ადამიანს და უზრუნველყოფს სამხრეთ-დასავლეთის მასშტაბურ სასოფლო-სამეურნეო მიწებს. წყლის პრობლემებზე რო ვსაუბრობთ, აშშ-ში 15000-ზე მეტი კაშხალი მაღალი საფრთხის პოტენციალად არის კლასიფიცირებული. ყოველდღიურიანით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ თუ კაშხლები გაირღვევა, დიდი ალბათობით ადამიანები დაიღუპებიან. ეს არც ისე ცუდია, თუ ისინი სათანადოდ ინახება და სტანდარტებს აკმაყოფილებს. მაგრამ ცუდი ამბავი ისაა, რომ 2300 მათგანი ასევე შეფასებულია როგორც ცუდ ან არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი, რაც პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, წყლის მომარაგებისთვის იყენებთ ამ კაშხალს, თუ უბრალოდ არ გსურთ მის მახლობლად ყოფნა, თუ ის ჩამოიშლება. მისი გამართულად შენარჩუნება საკმაოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ წყლის ომები უფრო დიდ პრობლემაზე მიუთითებს აშშ-ში. შტატებს ხშირად კონკურენტული ვიდრე სინერგიული ურთიერთობა აქვთ. იმის გამო, რომ თითოეულ შტატს დიდი თავისუფლება აქვს საკუთარი პოლიტიკის განსაზღვრაში, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან ინვესტიციებისა და ბიზნესების მოსაზიდად. ეს იწვევს ფსკერისკენ რბოლას. ბიზნესები განაგზობენ გადასვლას იმ შტატებში, სადაც დაბალი გადასახადებია, სუსტი შრომითი რეგულაციები და ბალი ხელფასები,
რაც ქმნის ძლიერ სტიმულს იმის წინააღმდეგ, რომ შეიქმნას ძლიერი პროფკავშირები, განხორციელდეს შრომითი დაცვის ზომები, ან დაიბეგროს კორპორაციები ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სერვისების გასაუმჯობესებლად. მეცნიერთა სტრატეგიის ქსელმა დაწერა ნაშრომი იმაზე, თუ როგორ ქმნის შტატებს შორის კონკურენცია ბიზნესების მოსაზიდად, ხშირად ხელფასებზე დაღმავალ ზეწოლას. მაგრამ ეს ასევე იწვევს ფინანსურ დანაკარგებს თავად შტატისთვის, რადგან ბიზნესებს თავაზობენ ზედმეტად დიდ სტიმულირების პაკეტებს. რადგან ბოლო რამ, რაც ASHS-ის შტატს უნდა, არის რეპუტაცია, რომ მას ცუდი ბიზნეს გარემო აქვს. როგორც ნაშრომში წერია, ადგილობრივ ხელისუფლებებს აიძულებენ კონკურენცია და ზედმეტად დიდი სტიმულირების შეთავაზება. არა იმიტომ, რომ ეკონომიკურად რაიმეს მოიგებენ, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ თავიანთი ბიზნეს გარემოს შესახებ უარყოფითი სიგნალის გაგზავნის უფლება მისცენ თავს. კონკურენცია კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა, რადგან ASHS-ში სხვადასხვა რეგიონის ეკონომიკური მომავალი ერთმანეთისგან განსხვავდება. 10 წლეულების განმავლობაში დაახლოებით 1980 წლამდე ASHS-ის ღარიბი რეგიონები, როგორიცაა სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი, ნელ-ნელა ეწეოდნენ უფრო მდიდარ რეგიონებს, როგორიცაა ახალი ინგლისი, ASHS-ის შუა აღმოსავლეთი რეგიონი და შორეული დასავლეთი. სამწუხაროდ 1980-დან ეს ტენდენცია შებრუნდა. 1980 წელს, როდესაც ეკონომიკური ანალიზის ბიურომ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ეროვნული საშუალოს მიმართ გაზომა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალშემოსავლიან რეგიონს, სამხრეთ-აღმოსავლეთს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ჰქონდა ASHS-ის საშუალოს 87%-ის ტოლი. ყველაზე მაღალშემოსავლიან რეგიონს, შორეულ დასავლეთს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით 112%-ის ტოლი ჰქონდა. 2017 წლისთვის რეგიონებს შორის შემოსავლის სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახალი ინგლისის რეგიონი ეროვნული საშუალო შემოსავლის 125%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა სამხრეთ-აღმოსავლეთი კვლავ მხოლოდ 87%-ზე ჩამორჩებოდა. ეს მზარდი განსხვავება იმ დროს ხდება, როცა გეოგრაფიული მობილობა იკლებს. აბიგეილ ვოზნიაკისა და მისი კოლეგების ნაშრომის მიხედვით, ეს ძირითადად შრომის ბაზარზე გადასვლების სიმცირით არის გამოწვეული. ეს ნიშნავს, რომ უფრო მდიდარ რეგიონებში არსებული სამუშაოების ტიპები ხშირად არ შეესაბამება ღარიბი რეგიონებიდან მომავალი მუშაკების უნარებს, რაც მთლიანად უკეთავს მათ შესაძლებლობებს. როგორც Bloomberg-შია ნათქვამი, ჩვენ ვხვდებით ქვეყანა, სადაც ადამიანები იყოფიან მათზე, ვისაც აქვს და ვისაც არა. და ეს დამოკიდებულია იმაზე, სად დავიბადეთ, ან სად შეგვიძლია ცხოვრება. უფრო და უფრო მეტად, ჩვენი სამეზობლო და საფოსტო კოდი განსაზღვრავს ჩვენს ეკონომიკურ ბედს. ამის მიუხედავად, ASHS-ში მოსახლეობის ძალიან არათანაბარი განაწილება იწვევს იმას, რომ ეროვნული პოლიტიკა ძლიერაა გადახრილი სოფლის შტატებისკენ, რადგან თითოეულ შტატს, მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობისა, 2 სენატორი ჰგავს. ეს ნიშნავს, რომ Wyoming-ს, რომლის მოსახლეობაც 580,000-ია, იგივე 2 სენატორი ჰგავს, როგორც კალიფორნიას, რომლის მოსახლეობაც 29 მილიონია. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მოსახლეობა, რომელიც მემფისის, ტენესის მოსახლეობაზე ნაკლებია, 2 სენატორს იღებს, რომლებიც მათ ASHS-ის სენატში წარმოადგენენ. არგუმენტი ასეთია. Wyoming-ს, რომელსაც კალიფორნიისგან სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვს, ეკუთვნის თანაბარი ხმა. თუნდაც მისი მოსახლეობა კალიფორნიის მოსახლეობის მხოლოდ 67-დია. ეს სამართლიანი არგუმენტია და სწორედ ეს აღვივებს მიმდინარე დებატებს. მაგრამ, რადგან სოფლური შტატები როგორც წესი ნაკლებად დასახლებულია, ეს ნიშნავს, რომ ASHS-ში ძალაუფლების ბალანსი ხშირად იხრება სოფლური ინტერესების, ღირებულებებისა და ზოგადი მსოფლმხედველობისკენ. მაშინაც კი, როცა ეს შეიძლება არ ემთხვეოდეს მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებებს. 538-ის მიხედვით, ASHS-ის მოსახლეობა საკმაოდ თანაბრად არის გაყოფილი. 25% სოფელში ცხოვრობს, 23% პატარა ქალაქებში, 27% გარეუბნებში და 25% ქალაქებში. მაგრამ სენატი ამ ბალანსს არ ასახავს. მისი შემადგენლობა ძლიერად იხრება სოფლის ამერიკისკენ. ფაქტობრივად წარმოადგენს მოსახლეობას, რომელიც უფრო მეტად 35% სოფელს და მხოლოდ 14% ქალაქს შეადგენს. პოლიტიკოსები მაინც უცნაურად ტოვებენ სოფლის ინფრასტრუქტურას უყურადღებოდ. გზებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცუდი მდგომარეობა, რაც ადრე ვახსენეთ, მხოლოდ ერთი მაგალითია, რადგან სოფლის რეგიონებში ეს ბევრად უარესია. სამხრეთის, შუა დასავლეთისა და დასავლეთის დიდ ნაწილებში ღარიბები და ხანდაზმულები ხშირად იზოლირებულნი არიან დიდი მანძილების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული არარსებობის გამო. მაგალითად, საშუალო ამერიკელისთვის უახლოესი სუპერმარკეტი 0.9 მილის, ანუ 1.5 კილომეტრის დაშორებით იყო. საშუალო ქალაქის მსხორებისთვის 0.7 მილის დაშორებით. საშუალო სოფლის მსხორებისთვის კი 3.2 მილის დაშორებით. და ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს სუპერმარკეტში ყოველთვის იქნება საუკეთესო არჩევანი, ხარისხი ან ყველაფერი რაც გჭირდებათ. ასე რომ, სოფლის მსხორებლებისთვის მესამე უახლოეს სუპერმარკეტამდე მანძილი არის 6.2 მილი. ეს არ არის ისეთი მანძილები, რომლებსაც მანქანის გარეშე ადვილად გაივლი. საუკეთესო შემთხვევაში 6.4 მილიანი გზა ორივე მიმართულებით.
ან რომ მოხუცმა, რომელსაც მანქანის ტარება აღარ შეუძლია მიაღწიოს. იმიტომ რომ აშშ-ში ასე ფართოდ არის გადაჭიმული. სოფლის რეგიონები აშშ-ში ხშირად დიდი ნაკლოვანების წინაშე დგანან, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მხრივაც. 2024 წლის სექტემბერში ჯანმრთელობის რესურსებისა და სერვისების ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ აშშ-ში პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების დეფიციტის მქონე ზონების 66.33% მდებარეობდა სოფლის რეგიონებში. Pew კვლევითი ცენტრის გამოკითხვა მაჩვენა, რომ სოფლის ამერიკელების 23% ამბობს, რომ კარგი ექიმებისა და საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა მათ თემში პრობლემაა. ეს შედარებულია ქალაქის ამერიკელების 18%-თან და გარეუბნის ამერიკელების 9%-თან. პრობლემის ნაწილი არის საავადმყოფოებამდე დიდი მანძილი. ქალაქის მსხორებისთვის საავადმყოფობდე საშუალო მგზავრობის დრო ოდნავ მეტია 10 წუთზე, სოფლის მსხორებისთვის კი ეს დრო 17 წუთია. მაგრამ ეს არ ასახავს იმ ბევრად დიდ დიაპაზონს, რომელსაც სოფლის მცხოვრებლები აწყდებიან. რადგან იგივე კვლევა მაჩვენა, რომ სოფლის მცხოვრებლების 25%-ს საავადმყოფომდე მისასვლელად 34 წუთზე მეტი სჭირდება. როდესაც ვინმე სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა აქვს, მაგალითად გულის შეტევა ან ინსულტი, ეს შეიძლება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავება იყოს. ასე რომ, დიდარი და ღარიბი მოსწავლეები სკოლაში არ ურთიერთობენ და უფრო და უფრო ხშირად დიდარი და ღარიბი ადამიანები საერთოდ აღარ ურთიერთობენ. რადგან სიმდიდრე ხშირად კავშირშია რასასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ რასებს შორის ურთიერთობებიც ნაკლებია. მისისა და რუს ნაშრომმა აჩვენა, რომ 1970 წლიდან 2020 წლამდე აშშ-ში საერთო ეკონომიკური უთანასწორობა 14%-ით გაიზარდა. ამავე დროს სამეზობლოში ეკონომიკური სეგრეგაცია 38%-ით გაიზარდა. სამუშაო ადგილებზე ეკონომიკური სეგრეგაცია 57%-ით გაიზარდა, ხოლო სკოლებში ეკონომიკური სეგრეგაცია 79%-ით გაიზარდა. ეს შემაშფოთებელი ნიშანია მომავალი ურთიერთობებისთვის მდიდარ და ღარიბ ოჯახებს შორის, რომლებიც ბავშვობიდანვე განცალკევებულნი იყვნენ. აშშ-ში მდიდარი და ღარიბი ადამიანები პირდაპირ მნიშვნელობით სრულიად განსხვავებულ ადგილებში ცხოვრობენ, მუშაობენ და სწავლობენ. ამ გაყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით გეოგრაფიული უთანასწორობის მასიური ზრდა გამოიწვია. აშშ-შის ყველაზე მდიდარი 20% ოლქის საშუალო საოჯახო შემოსავალი ორჯერ მეტზე მეტია, ვიდრე ყველაზე ღარიბი 20% ოლქის საშუალო საოჯახო შემოსავალი. ამავდროულად ყველაზე ღარიბი 20%. ოლქში სიღარიბის დონე 3-ჯერ მეტია, ვიდრე ყველაზე მდიდარი 20% ოლქში. ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რაც აქამდე აღინიშნა, და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად განსაზღვრავს ადგილობრივი გადასახადები და დაფინანსება ადგილობრივ შესაძლებლობებს, ეს ყველაზე ღარიბ ოლქებში მცხოვრებ ადამიანებს დიდად აყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში. დაბალი შემოსავლის მქონე მცხოვრებლები ფაქტობრივად იძულებულნი არიან დატოვონ ურბანული ტერიტორიები, სადაც ყველაზე მეტი ეკონომიკური, კავშირების დამყარებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობაა. აშშ-ის 100 უდიდეს მეტროპოლიტენურ ზონას შორის იმ უბნების რაოდენობა, სადაც საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი იყო, 2013-დან 2019 წლამდე 27%-ით შემცირდა. დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის კი ეს მაჩვენებელი მთლიანად 50%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის 100 უდიდეს მეტროპოლიტენურ ზონაში ყველა საფოსტო კოდის 10%-ზე ნაკლები დარჩა ხელმისაწვდომი. და ეს კოდები, როგორც წესი, ყველაზე ნაკლები ინვესტიციისა და შესაძლებლობების მქონე საფოსტო კოდებია. დაბალი შემოსავლის მქონე მცხოვრებლებს მაინც უწევთ მეტროპოლიტენურ ზონებში მუშაობა, რაც როგორც წესი ნიშნავს უფრო შორს გადასვლას, ურბანული გაფანტვის გაუარესებას, უფრო გრძელ მგზავრობას, მეტი დროის დაკარგვას და ტრანსპორტზე მეტი თახის დახარჯვას. Brookings-ის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ 2000-დან 2012 წლამდე მსხვილ მეტროპოლიტენურ ზონებში მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომის სამუშაო ადგილების რაოდენობა მათი საშუალო მგზავრობის მანძილზე 7%-ით შემცირდა. თუმცა ეს ცვლილება ბევრად უფრო მკვეთრი იყო როგორც დაბალი შემოსავლის მქონე, ასევე შავკანიანი და ესპანური წარმოშობის მცხოვრებლებისთვის. ღარიბი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომის სამუშაო ადგილების რაოდენობა 17%-ით შემცირდა. ხოლო ესპანური და შავკანიანი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომის სამუშაო ადგილების რაოდენობა შესაბამისად 17% და 14%-ით შემცირდა. ქვეყნის გეოგრაფიისა და შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური სტრუქტურის გამო არსებული ეს უზარმაზარი უთანასწორობები დაბადებიდანვე ქმნის ძალიან უთანასწორო პირობებს. ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. უთანასწორობის ყველაზე ხშირად გამოყენებული საზომი არის ჯინის კოეფიციენტი, რომელიც მერყეობს 0-დან 1-მდე. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო უთანასწოროა საზოგადოება. OECD-ის ქვეყნების საშუალო ჯინის კოეფიციენტი არის 0.316, ხოლო 20 ევროპული ქვეყანა მერყეობს 0.22-დან 0.32-მდე. აშშ-ში კი თავის მხრივ დგას 0.42-ზე უფრო მაღალი. უთანასწორობა ასევე იწვევს სოციალური მობილობის შემცირებას, რის გამოც აშშ-ში OECD-ის ქვეყნებს შორის 27 ადგილს. ეს კიდევ უფრო აძლიერებს სოციალურ-ეკონომიკურ დაყოფას და ამცირებს ურთიერთობას გეოგრაფიულად და ფინანსურად ძალიან დაყოფილ ჯგუფებს შორის აშშ-ში.
მრავალმა მეცნიერმა, ეკონომისტმა და მკვლევარმა დაასკვნა, რომ სოციალურ უთანასწორობას აქვს დადებითი კავშირი როგორც ქონებრივ, ისე ძალადობრივ დანაშაულთან. ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ სასოწარკვეთილებას იწვევს, არამედ ანგრევს სოციალურ ნდობას და ერთობის განცდას. The Economist-მა გაანალიზა გალუპის გამოკითხვის შედეგები, რომელიც 152 ქვეყანაში 158,000 ადამიანს შეეხებოდა და ეხებოდა დანაშაულსა და უსაფრთხოებას სხვადასხვა ქვეყანაში. მათ აღმოაჩინეს დადებითი და ძლიერი კავშირი დანაშაულის აღქმისა და შემთხვევების ზრდასა და ქვეყანაში შემოსავლის უთანასწორობის დონეს შორის, რაც გამისაზღვრება ჯინის კოეფიციენტით. შესაძლოა სწორედ ამიტომ 15 მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანას შორის ASS-ში ლიდერობს, როგორც მკვლელობის მაჩვენებლით, ასევე მკვლელობების რაოდენობით. ASS-ის უზარმაზარი ზომის გამო კატასტროფებზე რეაგირებაც ხშირად, რა თქმა უნდა, კატასტროფაა. FEMA, ანუ ფედერალური საგანგებო მართვის სააგენტო, ვერ ახერხებს საგანგებო მანქანების, აღჭურვილობის, მარაგებისა და რეაგირების ჯგუფების წინასწარ განთავსებას ყველა 48 შტატში. ასევე ალასკაში, ჰავაიზე და პუერტო-რიკოში. ამიტომ, როდესაც კატასტროფა ხდება, რეაგირებაში ხშირად ხდება დაგვიანება. განსაკუთრებით მაშინ, თუ აღჭურვილობასა და ჯგუფებს დიდი მანძილის გავლა უწევთ. ეს განსაკუთრებით აშკარა იყო, როდესაც ქარიშხალმა მარია პუერტო-რიკო დაარტყა. მანძიუმმა დაზიანებულ პორტებსა და გზებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ეფექტური რეაგირება ძალიან გაართულა. იმის გამო, რომ ASS-ში ასეთი დიდია, ზოგჯერ მსხვილი კატასტროფები ერთდროულად ხდება. როგორც ეს, 2020 წელს ლუიზიანას ქარიშხლებთან და კალიფორნიაში ტყის ხანძრებთან მოხდა. FEMA-ს რეაგირება ძლიერ გადაიდვირთა, რამაც დამანგრეველი შედეგები გამოიწვია. ASS-ში სახლის დაზვოვის კრიზისი აწყდება ამის გამო. დაზვოვის კომპანიები ან ძალიან მაღალ პრემიებს აწესებენ მაღალი რისკის ზონებში, ან საერთოდ ტოვებენ ამ ტერიტორიებს, რის შედეგადაც სახლის მფლობელები რთულ მდგომარეობაში რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება მსოფლიოს რამდენიმე რეგიონს აზიანებს, ASS-ში სადაზვოო კომპანიებს უფრო მეტი რეგულატორული თავისუფლება აქვთ პრემიების გაზრდაში, ვიდრე უმეტეს ქვეყნებში. ქვეყანამ რამდენიმე გახმაურებული კატასტროფა გადაიტანა, როგორიცაა ტყის ხანძრები დასავლეთში და ქარიშხლისგან გამოწვეული ზიანი სამხრეთ აღმოსავლეთში. ამან გამოიწვია სახლის დაზღვევის განახლების უარყოფის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა 2023 წელს, რაც 46 შტატში დაფიქსირდა. მათ ადგილებშიც კი, სადაც ადამიანებმა შეძლეს სახლის დაზღვევის შენარჩუნება, ტარიფები საშუალოდ 24%-ით გაიზარდა 3 წლის განმავლობაში. თითქმის $2,600-დან 2021 წელს, საშუალოდ $3,300-მდე 2024 წელს. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილის მასშტაბური ზომა და სრულიად განსხვავებული პრიორიტეტები კლიმატის ცვლილების საკითხებში ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. მექსიკის ყურის რეგიონს სურს გაზარდოს ნავთობისა და გაზის გამოყენება, რადგან ეს მისი ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიაა. ის აწარმოებს გლობალური ნავთობის მესამედს და გლობალური გაზის 17%-ს. შტატები, რომლებიც უკვე აწყდებიან კლიმატის სერიოზულ რისკებს, როგორიცაა კალიფორნია, ცდილობენ უფრო მკაცრი ემისიების მიზნების დაწესებას, რათა შეამცირონ ზიანი. ამასობაში მთიანი დასავლეთის შტატები ჩართული არიან ბრძოლებში წყლის უფლებებზე, რადგან მათი ბევრი ქალაქი აშენებულია ისეთ ადგილებში, სადაც წყლის მარაგი არასაიმედოა და მცირდება. ეს იწვევს ფრაგმენტულ, არათანამიმდევრულ და ხშირად წინააღმდეგობრივ მიდგომას კლიმატის ცვლილების მიმართ. სხვადასხვა ემისიების სტატჩადებით, რეგულაციებითა და მწვანე ტექნოლოგიების სახალისებით ქვეყნის მასშტაბით. და შედეგები უკვე იგრძნობა. განსაკუთრებით ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქებში. ონლაინ სადაზვოო ბაზარმა Policy Genius-მა შეაფასა, რომელი 10 ამერიკული ქალაქია ყველაზე მეტად რისკის ქვეშ კლიმატის ცვლილების გამო. სია, რომელიც მათ შეადგინეს, შემაშფოთებელია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მასში შედის 10 ყველაზე დიდი ამერიკული ქალაქიდან 3. 10 ყველაზე რისკის ქვეშ მყოფ ქალაქს შორის ლოს-ანჯელესი მე-7 ადგილზეა. ჯექსონვილი მე-4 ადგილზეა, ხოლო ჰიუსტონი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობით მე-4 ქალაქია, პირველ ადგილზეა. თითოეული ქალაქი სხვადასხვა მიზეზით არის ჩამოთვლილი. ლოს-ანჯელესი ტყის ხანძრების, ზღვის დონის მატებისა და ჰაერის ხარისხის გამო, ჰიუსტონი ქარიშხლების, ჰაერის ხარისხისა და იმპაქტის გამო, რომ ეს არის ურბანული ტერიტორია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე სწრაფად იძირება, ხოლო ჯექსონვილი კი უბრალოდ ყველაფრის გამო. ეს ყველაფერი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ თითქმის 7.3 მილიონი ამერიკელი ცხოვრობს ქვეყნის უდიდეს მეტროპოლიურ ზონებში, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ სრულიად საცხოვრებლად უვარგისები გახდნენ. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად დიდ განსხვავებას ქმნის. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე მეტ-მეტ ბაგზე.